კიდევ ერთხელ მოგესალმებით მეგობრებო. დღეს გვექნება მესამე კვირის სემინარი. ანუ წინა კვირას გუშინ, წინა კვირას რაღაც ამ კვირის ლექციაზე გუშინ. ავხსენეთ ახალი საკითხი, ციკლები, ანუ იგივე ლუპები და ვისწავლეთ, რომ თავარი ამბავი ამ ლუპების არის ის, რომ გვეხმარება გავიმეოროთ რაღაც კონკრეტული ფუნქციონალი რამდენჯერმე. ანუ ხელით რომ მოგვიწიოს წერა ბევრჯერ ერთი და იმავე კოდის, ავდგებით და მას შევსვათ ლუპში და ასევე ვისწავლით, რომ გვაქვს რამდენიმე სახის ლუპი. სამი სახის ლუპი ჯერჯერობით ეგვიცით. while, do while და for ციკლი. დღევანდელი სემინარის განმავლობაში შემოტანილი მაქვს რამდენიმე დავალება, 7 უფრო კონკრეტულად. და დღევანდელი ლექციის განმავლობაში განვიხილავთ ამ სამი ლუპს. ზოგ გამოცანაში გამოვიყენებთ იმ ლუპს, რომელიც უფრო მოსახერხებელი იქნებოდა მაგ გამოცანისთვის და ასევე იქნება ამოცანები, რომლებშიც გამოვიყენებთ სამივეს. მოდი ნელა დავიწყოთ და გავარჩიოთ პირველი პირობა. დაწერეთ პროგრამა, რომელიც გამოთვლის კენტი რიცხვების ჯამს 1-დან 100-ის ჩათვლით და დაბეჭდავს შედეგს. მოდი ისენქო ვიჩავწიოთ, რო არ დაგვაბნიოს. ტერმინალსაც გავხსნი მანამდე. ოკეი, ანუ 1-დან 100-მდე, ანუ 100-ის ჩათვლით ბოდიში, რა კენტი რიცხვებიცაა, ეგენი უნდა ამოვიღოთ, დავაჯამოთ და საბოლოო ჯამში დავაბეჭდოთ. წინა სემინარებზე რა მიდგომასაც ვიყენებდი ამოცანის ამოსახსნელად, დღესაც რა თქმა უნდა იგივეს გავაკეთებ. ანუ ერთიან რო შევხედა ამოცანას, შეიძლება დამაბნიოს და ეგრევე ვერ მიხვდე, როგორ უნდა დავთვალო 1-დან 100-მდე რიცხვების ჯამი, რომ კენტები რო იყოს მარტო. ამიტომ მოდი მე ამ ამოცანას ნელა გავამარტივებ და ისე ამოხსნი ნაბიჯ-ნაბიჯ. და თქვენც ეგრე უნდა შვებოდეთ. აბსოლუტურად ყველა არ არის საჭირო, რომ ეგრევე მივეხალოთ ამოცანას და ეგრევე დავიწყოთ ამოხსნა. ჯერ გავამარტივოთ. მოდი არ გვინდა, არც დაჯამება არ გვინდა ჯერჯერობით, არც კენტი რიცხვების პოვნა არ გვინდა ჯერჯერობით. ჯერჯერობით მხოლოდ დავპრინტოთ, ანუ დავლოგოთ 1-დან 100-ის ჩათვლით რიცხვები. მეტი არაფერი. მოდი მაგისთვის პირველ ჯერზე გამოვიყენებ while ციკლს. while ციკლი იმაშთან ეხმარება, რომ სანამ 100-მდე ვიქნები რიცხვების არეალში, მანამ დავპრინტავ რიცხვებს. ანუ სანამ იქნება რაღაცა რიცხვი კონკრეტული 100 ნაკლები, მანამ დაიპრინტება. როგორც კი 100 გადაცდება, შევწყვეტ მათ დაპრინტვას. ანუ while ციკლი მჭირდება, სადაც მექნება აქ რაღაც პირობა და პირობის მერე მექნება ბრეკეტები, ანუ execution-ის ნაწილი. კოდის შესრულების ნაწილი, ოკეი? და ახლა ჩემი ერთადერთი მიზანი არის ის, რომ დავპრინტო რიცხვები 1-დან 100-ის ჩათვლით. ანუ ჯერ რაღაცა რიცხვი უნდა მქონდეს while ციკლის გარეთ, რომელიც თავიდან იქნება 1-ის ტოლი, იმიტომ რომ 1-თან ვიწყებთ ათვლას. let number უდრის 1-ს. აი ასე მქონდეს. let number უდრის 1-ს. შემდგომ while-ის პირობაში უნდა მქონდეს ისეთი ჩანაწერი, რომელიც რაღაც მომენტში გახდება false-ი, რათა ჩვენი ციკლი არ იყოს უსასრულო და რაღაც კონკრეტულ ეტაპზე გაჩერდეს. და მე პირობაში მაქვს, რომ 1-დან 100-ის ჩათვლით უნდა დავპრინტოთ რიცხვები. ანუ 1, 2, 3, 4, 5 და ბოლოს 100. 101 აღარ დაიპრინტებ, იმიტომ რომ 101 ნაკლები არ არის 100. და პირობაც იქნება შესაბამისი, რომ სანამ ეს ნამბერი ნაკლებიან ტოლი იქნება 100-ის, 100-ზე, მანამ დავპრინტავ რიცხვებს. ანუ console log number. აი ასე. ოღონდ მარტო ეს არაა საკმარისი. მე რიცხვს დავპრინტავ, შემდგომ ეს რიცხვი უნდა გავზარდო 1-ით. ანუ წერ number plus. როგორც გვეწინაზე ვისწავლეთ, plus-ი არის ინკრიმენტი, ანუ თავის თავს ამატებს 1-იანს. ადრე თუ 1 იყო, მე 2 გახდება, მე 3 გახდება და ასე შემდეგ. მოდი დავასრულოთ პროგრამა და ვნახოთ მის შედეგი.
და მივიღეთ ის შედეგი, რაც გვაწოვდა ზუსტად 1-დან 100-ის ჩათვლით გვაქვს დადებითი რიცხვები დაპრინტული ჩვენს ტერმინალში. ანუ სანამ ნამბერი ნაკლებია ტოლი იქნება 100-ის, მანამ დავბეჭდავთ და შემდგომი იტერაციისთვის, ანუ შემდგომი ბიჯისთვის გავზრდით 1-ით. ანუ ჯერ 1 იყო, 1 ნაკლებიანი ტოლი 100-ზე? კი, ამიტომ დაიბეჭდა და გახდა 2-იანი. მე ისე უბრუნდებით წრეზე ტრიალებს, სანამ while-ის პირობა false არ დააბრუნებს. 2 ნაკლებიანი ტოლი 100-ზე? კი, ამიტომ იპრინტება და ხდება 3-იანი. 3 ნაკლებიანი ტოლი 100-ზე? კი, ამიტომ იპრინტება და ხდება 4. და როდესაც გახდება 101, 101 ნაკლებიანი ტოლი 100-ზე? არა, ეს არის false ეს პირობა. ამიტომ while ციკლში აღარ შევდივართ და პროგრამა წყვეტს მუშაობას, იმიტომ რომ while ციკლის მერე არაფერი აღარ მიწერია. ანუ ეს არის პირველი პატარა პრობლემის ამონახსნი. ანუ მოდი ახლა ჩავწერთ 1 იყო, დავბეჭდოთ 1-დან 100-მდე რიცხვები while loop-ის გამოყენებით. ანუ ეს იყო პირველი პატარა პრობლემა, რომელიც შედარებით უფრო მარტივად მოვაგვარეთ, ვიდრე ეგრევე მოვაგვარებდით კენტი რიცხვების დაჯამებას 1-დან 100-მდე, ხო? ახლა მოდი გადავიდეთ მეორე პრობლემაზე. ბეჭდოთ ახლა უკვე ყველა რიცხვს 1-დან 100-ში ჩათვლით. ახლა მოდი დავბეჭდოთ ყველა რიცხვი, რომელიც არის კენტი 1-დან 100-ში ჩათვლით. ანუ 1-ის 2 პრობლემა იქნება ის, რომ დავბეჭდოთ კენტი რიცხვები 1-დან 100-მდე while loop-ის გამოყენებით. 1-დან 100-ის ჩათვლით. 100 მაინც არ გამოვა, იმიტომ რომ 100 კენტი არაა. მაგრამ ახლა პირობაში იყო, მოდი ეგრე იყოს. ანუ მეორე პრობლემა ეგ არის, რომ ახლა განა ყველა რიცხვი უნდა დავპრინტოთ, არამედ უნდა დავპრინტოთ მხოლოდ კენტი რიცხვები. ამას როგორ გავაკეთებ, აბა რაიმე იდეა ხო არ გაქვთ ჩატში რომ მოიწეროთ. არა, for loop-ი არა, ანუ while ციკლითაც შეიძლება მაგას ეკეთებათ ჩხუბლებრივად. თუმცა მე for loop-საც გავვლით. გიორგი რა ვარ გაიგება, მე ჩატში მოიწერე. if-ის გამოყენებით number plus 2, ეგეც შეიძლება კი. 0-ს წერთ, 0 არ გვჭირდება. არც დამატებით სვლადი არ გვინდა. ხო, ეგორივე ვარიანტი სწორია. ანუ მე შემიძლია ნამბერი განა 1-ით გავზარდო, არამედ გავზარდო 2-ით. ანუ ნამბერი უდრის numbers plus 2. ანუ ყველა იტერაციაზე, ყველა ბიჭზე ნამბერი გაიზრდება 2-ით და ამის უფრო მოკლე ჩანაწერი არის plus უდრის 2, იმიტომ რომ თავის თავს ემატება. ამიტომ ასე შემიძლია ჩავწერო. სწორი, იმიტომ რომ შეიძლება ეხლა 1 არის, მაგრამ მე გახდება 3, მე 5, მე 7. ანუ 2-ით იზრდება. და რა ხომ 1-დან დაიწყოს სულ თავიდან ნამბერის მნიშვნელობა. ყოველი შემდგომია 2-ით მომატებული რიცხვი კენტი იქნება, ხო? მოდი გავუშვათ პროგრამა და მივიღეთ სწორი შედეგი. გვაქვს 1, 3, 5, 7, 9, 11 და ბოლოს 99. მეორე ვარიანტიც ახსენეთ ჩატში, ეგეც სწორი if-ის გამოყენებით. ანუ მე ისევ შემიძლია რომ 1-ით გავზარდო, ანუ ყველა რიცხვს გადავურბინო 1-დან 100-ში ჩათვლით და თითოეულ იტერაციაზე, ანუ თითოეულ ბიჭზე გავტესტო თითოეული რიცხვი, კენტია თუ ლუწი, if-ის გამოყენებით. და მხოლოდ მაშინ დავბეჭდო თუ კენტია. ნახეთ, წინდება რომ სწორად ჩამოვყალიბე, ბეჭდავთ რიცხვებს თუ კენტია. თუ ვიხმარ, ესე იგი if-ის გამოყენება მიწევს აქ. და აქ დავწერე ეგეთ რაღაცას, რომ თუ ნამბერი რო გავყავი 2-ზე ნაშთით. მიღებული ნაშთი არის 1-ის ტოლი, ან არ უდრის 0-ს, ეს არის ერთ და იგივე. თუ 0-ს არ უდრის, ესე იგი 1-ია რა საბოლოო ჯამში, რომელიც გინდ ისე ჩაწერეთ. თუ ნაშთი არის 1, მაშინ დავაკონსოლოთ. და თუ კენტი არ დაკონსოლდება და უბრალოდ გაიზრდება, ანუ გაზრდა ხდება ნებისმიერ შემთხვევაში, აი აქ რაც არ უნდა მოხდეს, უბრალოდ თუ კენტი არის რიცხვი მხოლოდ მაშინ ბეჭდავთ. ისევ გავუშვათ. მივიღეთ იგივე შედეგი. უბრალოდ სხვა ხერხით. ანუ პროგრამირებაში არ არსებობს ერთი სწორი პასუხი. არსებობს რამდენიმე სწორი პასუხი.
და ეს არის ერთ-ერთი ამის მაგალითი. if-ი შეიძლება და ასევე შეიძლება 2-ით გაზრდა. თუმცა ამ if-ს ის აქვს უპირატესობა, რომ მე გინდა აქ 0-დან დავიწყო, გინდა 1-დან დავიწყო, ეს if-ი მაინც იმუშავებს. იმიტომ რომ წეგა რომ მე 0-დან დამეწყო და უბრალოდ 2-ით გამეზარდა, დაიბეჭდებოდა რიცხვები, რომლებიც არიან ლუწი. ანუ 0, 2, 4, 6 და ასე შემდეგ. ხოლო if-ის შემთხვევაში ახლა მაინც კენტები დაიბეჭდება. იმიტომ რომ მე თითოეულ რიცხვს შიგნით ტესტავ კიდევ while ციკლში. ოკეი? და მაგიტო. ოკეი, ეს იყო მეორე ქვეპრობლემის ამონახსნი. ახლა მთავარი ამბავი დაგვრჩა ამ ამოცანაში, რაც არის ის, რომ ეს კენტი რიცხვები, რაც არის დაბეჭდილი, განა უნდა დავბეჭდოთ, არამედ დავაჯამოთ. ამას როგორ ვიზავთ? ანუ გამოდის, რომ აქ რომ მაქვს console log number-ი, ამის მაგივრად მჭირდება ისეთი ფუნქციონალი, რომლებიც ამ კენტ რიცხვებს განა დააჯამებს, კი არა და განა დააკონსოლებს, არამედ დააჯამებს. მაგრამ იბედება კითხვა. სად დავაჯამოთ ეს კენტი რიცხვები? იმიტომ რომ მაგისთვის ადგილი არსად არ გვაქვს. ერთ-ერთი სვლადი რაც გვაქვს ამ პროგრამაში არის number-ი, რომელიც იმაში გამოიყენება, რომ თითოეულ იტერაციაზე, ან თითოეულ ბიჯზე რიცხვი გაიზარდოს და მქონდეს მასზე წვდომა. ანუ 1, 3, 5, 7 და ასე შემდეგ. და ეგ რიცხვები სადღაც უნდა დავაჯამო. number-ი უნდა დავუმატო კიდევ რაღაცა ცვლადს. ანუ დამატებითი ბერკეტი არ გამაჩნია ახლა. ესეთ შემთხვევაში გვჭირდება დამატებითი ცვლადი. მოდი დავარქვათ ამას 3, რომელიც იქნება თავიდან 0-ის ტოლი. ანუ ჯამი არის 0-ის ტოლი. მოდი აქაც ჩავწერ მესამე ქვეპრობლემას. დავბეჭდოთ კენტი რიცხვების ჯამი 1-დან 10 შეცვლით. ანუ 3 ცვლადი მაქვს, რომელიც თავიდან 0-ის ტოლია და თუ ავიღე მაგალითად 1-იანი, თავიდან ნამბერი ხო 1-ის ტოლია, ეს ნამბერი უნდა დავუმატოთ 3-ს და გავხადოთ 1. 0-ს რო 1 დავუმატო 1-ია. მერე გახდა ნამბერი 3-ის ტოლი. ეს 3-იც უნდა დავუმატო აი ამას. 1 + 3 არის 4. მერე 5-ს უმატებთ, გახდება 9, მერე 7-ს უმატებთ, გახდება 16 და ასე შემდეგ 100-მდე. ანუ გამოდის, რომ აი ამ კონსოლოგის მაგივრად ჩვენ 3-ს, ანუ 3 იცვლის მნიშვნელობას, ანუ 3 ხდება 3-ს პლუს number. 3 ნიშნავს ჯამს ქართულად და მაგით დავარქვი, ეგეც სახელი უფრო ინტუიტიური და მარტივ მესახოდრი რო იყოს. ანუ ყველა იტერაციაზე თუ რიცხვი გვაქვს კენტი, 3 ცვლადის მნიშვნელობას ვცვლით და ის ხდება თავის თავს დამატებული ეს კენტი რიცხვი, რაც გვექნება. თუმცა ამის მოკლე ჩანაწერი არსებობს. ანუ ერთ ხაზზე რომ იწერია 2 ერთიგივე ცვლადი, ანუ 3 ცვლადს ვქნით და აქ 3-ს ვიყენებთ. არა, საჭირო. მე შემიძლია დავწერო პლუს უდრის. იმიტომ რომ ამით გულისხმობ, რომ ნამბერის მნიშვნელობა ემატება 3-ს. თან 3 იცვლება, 3 ცვლადის მნიშვნელობა იცვლება და თან თავის თავს ემატება ნამბერი. ამიტომ პლუს უდრისით შემიძლია რომ ჩავწერო. და როცა ეს while ციკლი მორჩება მუშაობას, შემიძლია რომ დავაკონსოლო მიღებული შედეგი. ანუ კონსოლო 3. ისევ გავუშვათ პროგრამა, გამოვიდა 2500. მართლაც რომ 1-დან 100-მდე რიცხვების ჯამი, კენტი რიცხვების ჯამი არის 2500. და ეს იყო ჩვენი პირველი ამოცანის ამონახსნი while loop-ის გამოყენებით. აქ მე while ციკლს გამოვიყენებდი do whiles, to for ციკლს. დიდი მნიშვნელობა ხარ აქვს. თუმცა მოდი ახლა მაინც გავაკეთოთ სამივე ხერხით. ნუ ეს იყო while ციკლის გამოყენებით. მოდი ამ while ციკლს დავაკომენტარებ. ესენი მქონდეს, იმიტომ რომ მაინც ჭირდება ყველა ვარიანტში და დავიწყებ do while-ის ჩაწერას. მოდი აქ დავაწეროთ. პირველი ვარიანტი while loop. ეხლა მქონდეს მეორე ვარიანტი. მეორე ვარიანტი do while-ით გავაკეთოთ. როგორც წინაზე ახსენით, while-ს და do while-ს შორის განსხვავება ის არის, რომ while ჯერ ამოწმებს და თუ პირობა არის true შედის მის ტანში და მერე აკეთებს. ხოლო do while ჯერ აკეთებს და შემდგომ ამოწმებს. თუმცა მაინც შეგვიძლია do while-ის გამოყენება აქვს თავისუფლად. მოდი ჯერ მარტო სინტაქსი შევწეროთ do, აი ასე, მერე while-ი გავუმზადოთ,
პირობა რა თქმა უნდა იგივე იქნება აბსოლუტურად. და ასევე იქნება ის შიგთავსი, რაც წეღან მეწერა. ანუ თუ რიცხვი არის კენტი, დავაჯამოთ და მე გავაზარდოთ ერთით, რომ შენ რიცხვზე გადავიდეთ. გავტესტოთ ჩვენი პროგრამა, მუშაობს მშვენივრად იგივენაირად. თუმცა ამ ამოცანის ამოსახსნელად ალბათ უფრო while ციკლი იქნებოდა ოდნავ უკეთესი, იმიტომ რომ აი ამ do's დაწერა არ მიწევს. ასევე არის for ციკლის ვარიანტიც, რომელიც იგივეს გააკეთებდა for loop. ოღონდ რა ხდება ნახეთ? მე number-იო წევან შევქმნი გარეთ, აი ეს. აღარ მიწევს. მოდი ამას აქ ჩავწერ. დავუკომენტაროთ. do's-ას თავისი ეს number-ი და სამი ქონდეს დავუკომენტაროთ და აქ დავიწყოთ წერა. მე რო number-ი მქონდა წეღან while-ის და do-while-ის შემთხვევაში გარეთ შექმნილი, ეგ მე for ციკლის შემთხვევაში აღარ მიწევს. იმიტომ როგორც ვიცით, for ციკლს გააჩნია რგოლაფრჩხილებში სამი ნაწილი. პირველი ნაწილი არის ინიციალიზაცია ცვლადის, ანუ შექმნა ცვლადის, მეორე არის პირობა და მესამე არის იტერაცია. ანუ იმ ცვლადის ცვლილება. და ეგ შემიძლია მე ერთხელ ჩავამოწკრივო. for მოდი იმ ქონდეს რიცხვი, წეღან number იყო ეს, ეხლა i არის მნიშვნელობა აქვს, იგი ლოგიკური დატვირთვა აქვს. თავიდან ერთის ტოლია. იქამდე ვაგრძელებთ აი ამ სულობას, სანამ ინაკლებიან ტოლი იქნება ასე, პირობაც იგივეა. თითოეულ იტერაციაზე იზრდება ერთით. ანუ რა გამოდის, რომ მე ცვლადი შექმნა ეს ნაწილი, პირობა და იტერაცია მაქვს ერთ ხაზზე for ციკლის შემთხვევაში. ხოლო შიგთავსი იგივეა, რომ თუ i რიცხვი არის კენტი, ანუ ნაშთი არის ერთის ტოლი, მაშინ დავაჯამოთ. და ნუ აქ რა თქმა უნდა სამ ცვლადის შექმნას მიწევს. გარეთ. გავუშვეთ პროგრამა, იგივე შედეგი. ანუ ეს სამ ცვლადი უნდა მქონდეს ლუპის გარეთ და არა ლუპის შიგნით, იმიტომ რომ ნუ ჯერ ერორს დაგვიტყავს, რადგან ახლა უკვე ეს სამი ხელმისაწვდომი მხოლოდ აი ამ ფიგურულ ჭხილებში და არა მის გარეთ. აქ რომ ვარი იყოს, მაინც არასწორი იქნებოდა, იმიტომ რომ ეს ცვლადი ყველა იტერაციაზე, ანუ ყველა ბიჯზე ახლიდან იქმნება და ახლიდან ხდება ნულის ტოლი. ანუ წინა იტერაციაზე და ბიჯებზე მიღებული პროგრესი იკარგება. ნუ ეს თეორიულზეც გავიარეთ, ამიტომ უკვე ვიცით რომ ესეთი ცვლადები იწერება ლუპის გარეთ. ეს იყო მესამე ვარიანტი for ციკლის. თავიდან სამ უკეთ გაარკვევით ამ ციკლებში, ჩემი რჩევა იქნება რომ თითოეული ამოცანა დავწეროთ სამივე ხერხით, რომ უფრო კარგად გაგიჯდეთ ეს სინტაქსი. ანუ სინტაქსებს ხო არ ვიზეპირებთ, თუმცა ბევრჯერ რომ დაწეროთ, ხან კონსპექტში შეიხედოთ, ხან ლექსიაში, ხან დასერჩეთ, მე უკვე დაგამახსოვრდებათ თავისით. და მოდი ახლა გადავიდეთ მეორე ამოცანაზე. დაწერეთ პროგრამა, რომელიც სთხოვს მომხმარებელს გამოიცნოს საიდუმლო რიცხვი 1-მდე, განაგრძეთ გამოცნობის მოთხოვნა, სანამ ისინი სწორად გამოიცნობენ while loop-ის და do while loop-ის გამოყენებით. ანუ გვაქვს რაღაცა საიდუმლო რიცხვი 1-მდე, რომელიც მომხმარებელმა არ იცის. ჩვენ გვეცოდი იმიტომ რომ დავინახოთ, მაგრამ ჩავთვალოთ რომ არ ვიცით. ნუ შემიძლია შევქმნა მაგისთვის ცვლადი ცალკე. let secret უდრის 7, მაგალითად 7-ია თავიდან რა. მე მომხმარებელს ვეკითხებით, რომ გამოიცნოს ეს რიცხვი. და მანამ ვეკითხებით, სანამ არ გამოიცნობს. ანუ თუ მომხმარებელმა შემოიყვანა 6-იანი, კიდევ ვეკითხებით, იმიტომ რომ ვერ გაარტყა. თუ შემოიყვანა 9-იანი, კიდევ ვეკითხებით. თუ შემოიყვანა 7-იანი, ვჩერდებით და ულოცავთ რომ გამოიცნო. მაგრამ მოდი მანამდე აი ხა პრომპტი დაგჭირდება რა თქმა უნდა, იმიტომ რომ მომხმარებელს ვეკითხებით რაღაც კითხვას. და მოდი მაგისთვის გარემოს გავამზადებ. ანუ ჭირდება რომ დავაინსტალირო prompt sync ბიბლიოთეკა. და სულ მაღლა გავსაზღვრავ აი ამ prompt-ის ფუნქციას. const prompt უდრის აი ეს. ეხლა უკვე შეგვეძლება prompt-ის აი გამოყენება. ჩვენს Visual Studio Code-ში. ანუ აქაც რამდენიმე პრობლემა დავყოთ მოდი რა. ანუ პირველი პრობლემა, ანუ შეიძლება ხა ამოსაც შეხედოთ, თქვათ რომ აი როგორ უნდა შევეკითხო იქანდის ამ არ გამოიცნობს. ეგ არ გვჭირდება ჯერ. ჯერ ერთხელ შეეკითხეთ, ოკეი? მარტო ერთხელ. ანუ მოდი დავწეროთ prompt-ის ჩანაწერი. let guess დავარქვათ, guess არის გამოცნობა, ქართულად და მაგიტო ვარქვი მაგეთ სახელს. უდრის number ფუნქციას გამოვიყენებ, იმიტომ რომ რიცხვთან მაქვს შეხება.
და prompt-ში ვკითხავ guess the secret number between 1 and 10. ანუ 1-დან 10-მდე გამოიცანი მეთქი საიდუმლო რიცხვი. მოდი გავუშვათ პროგრამა. მეკითხება აი ამ კითხვას შევიყვანოთ 8-იანი და აქ ჩერდება პროგრამა, იმიტომ რომ მეტი არაფერი არ დამიწერია. მაგრამ მე პირველი პატარა პრობლემა მოგვარებული მაქვს, იმიტომ რომ prompt-ში ჩანაწერი მიწერია. და ახლა უკვე მანამ უნდა გავამეოროთ ეს შეკითხვა, სანამ არ გამოიცნობს. ანუ მე მჭირდება while ციკლი, ან do while ციკლი. მოდი ჯერ do while-ით გავაკეთოთ, იმიტომ რომ როგორც უკვე ვისწავლეთ, do while-ი ასეთი ამოცანებისთვის არის ძალიან კარგი, იმიტომ რომ do while-ი ჯერ აკეთებს და მე ამოწმებს. ამ ამოცანაშიც ჯერ ვაკეთებთ, ანუ ვეკითხებით მოხმარებელს, რომ შემოიყვანოთ რიცხვი და მე ვამოწმებთ. ხომ არ გაარტყა? ანუ 7-იანი ხო არ შემოუყვანია შემთხვევით. ამიტომ do while-ი აქ უფრო კაი იქნებოდა, თუმცა მე უკვე while-ითაც გავაკეთებთ, ეგეც არაა პრობლემა. ოკეი. do while-ის ჩანაწერში ჩავწერ აი ესე. ამას შევიტან შიგნით, ანუ let ცვლადი შექმნას დავტოვებ შიგნით, კი არა გარეთ ბოდიში. და შიგნით შევუცვლი მნიშვნელობას. ანუ მე ეს ცვლადი უკვე გლობალურია, თუმცა შიგნით ეს ცვლადი მნიშვნელობა, ეგ იმიტომ გავაკეთე, რომ მე პირობაში მჭირდება guess. guess-ი რო აქ შემექმნა, მე აქ ვეღარ გამოვიყენებ, იმიტომ რომ მარტო აი აქ იარსებობდა ამ ფიგურების შეხლებში, ამიტომ მე გლობალურად შევქმნი ჩემი ცვლადი, რომ ყველგან მივწვდე ნებისმიერი ადგილიდან. და ნახეთ, მე ჯერ რაღაც გავაკეთე, ანუ შევეკითხე მომხმარებელს და ეს როდემდე უნდა გავაკეთო? აი ხო არ მეტყვით აი ამ პირობაში უნდა ჩავწერო. როდემდე ვაკეთებ აი ამ შეკითხვის გაგრძელებას. ნუ მოდი რო ჩამოვაყალიბო წინადებაში, მანამ ვეკითხები, სანამ სწორი რიცხვს არ შემოიყვანს. აი სწორი რიცხვს არ შემოიყვანს ეგ პირობა, კოდის სახით აქ როგორ უნდა ჩავწერო? სალამი კონსტანტინე. სანამ guess-ი არ უდრის secrets. ოკეი, მიღებულია. აბა სხვაებსაც ხო არ გაქვს რაიმე ვარიანტები. სანამ ნამბერი უდრის 7-ს. ჩანაწერი ცოტა არასწორია, ნახე, ეგ ერთი ტოლობა არის მინიჭების ოპერატორი. უნდა დაგეწერა 3 ტოლობა, მაგრამ მიგიხვდი რა, რას გინდოდა. guess-ი უდრის secrets, ოკეი? დანიელის და გიორგის პასუხები ცოტა ერთნაირია. ლოგიკურად მიგიხვდით. ანუ იდეაში ორად გაიყო აზრი მაინც. რომ ერთი ნაწილი ამბობს, რომ სანამ guess-ი არ უდრის secrets მანამდე გააგრძელოსო, მეორე ვარიანტი იყო, რომ სანამ guess-ი უდრის secrets მანამდე გააგრძელოსო. Well, number უდრის 7-ს. ნუ იდეაში აიგა, number ცვლადი არ გვაქვს, მაგრამ ნუ 7-იც არის secret-ი. ეხლა შენც ამას გულის ხომ საბა? დიალოგობით. მოდი ეს გავუშვოთ ჯერჯერობით და ნახოთ რას გამოიტანს. ანუ სანამ guess-ი უდრის secrets, მანამ გავაგრძელოთ გამოკითხვა. შევიყვანოთ მოდი 5. მორჩა. პროგრამა დამთავრდა. მაგრამ მე ხო არ გამომიცნე, იმიტომ რომ secret-ი არის 7-ის ტოლი. ახლა აქ რა მოხდა ნახეთ? ნუ ჯერ ყველაფრის მიუხედავად გვეკითხება, იმიტომ რომ do while-ია, ჯერ აკეთეს და მე ამოწმებს. მე ნახეთ guess-ი შევიყვანე 5-იანი, secret-ი იყო 7-იანი. 5 უდრის 7-ს? არა, ეს არის false-ის ტოლი. ამიტომ მეორედ აღარ ბრუნდება ჩვენი პროგრამა do stance-ში. აქ უნდა მეწეროს სანამ guess-ი არ უდრის secrets. და რატო? ჯერ კარგად დავფიქრდეთ, როდის ვუმეორებთ მომხმარებელს შეკითხვას. მაშინ ვუმეორებთ, როდესაც ვერ გაარტყა secret numbers. ანუ ეგ რას ნიშნავს? რომ თავისი შემოყვანილი არ დაემთხვა secrets. ანუ guess-ი არ უდრის secrets. სანამ guess-ი არ უდრის secrets, მანამდე გავაგრძელებ შეკითხვას. ახლა უკვე თუ 5 შემოიყვანა, 5 არ უდრის 7-ს. ეს ხო true არის. ამიტომ შევა ისევ და შემეკითხება. შევიყვანოთ 4-იანი. 4-იც არ უდრის secrets, ამიტომ ეს პირველ მაწყობს მე. სანამ არ გაუტოლდება guess-ი secrets, მანამ გავუმეორებ კიდევ რა. მაგრამ 7-იანი რა შევიყვანო? გაჩერდება. და რატო?
7 არ უდრის 7 არის false, ამიტომ აღარ აგრძელებს პროგრამას სრულობას. ანუ აქ გვჭირდება სანამ guess-ი არ იქნება secret-ის სტოლი, მანამ გავაგრძელებ მისთვის შეკითხვას. და საბოლოო ჯამში შეგვიძლია რომ დავუკონსოლო congrats you guessed the secret number. როცა გამოიცნობს, ეგრევე დაუპრინტავს რომ გამოიცნო რა. აქ პროგრამა მხოლოდ მაშინ გადმოვა, როდესაც ციკლი გაჩერდება. და ციკლი მაშინ ჩერდება, როცა გამოიცნობს. ამიტომ შემიძლია ეგრევე დავუწერო გარეთ. ამ ამოცანის უფრო გაუმჯობესებად შეგვიძლია სიტყვაზე თუ შემოიყვანა 40. უთხრათ რომ 40 არ უნდა შემოიყვანოს, უნდა შემოიყვანოს ერთთან ნათამბე რიცხვები. ეგ შემიძლია რომ if-ით გავაკეთო სიტყვაზე რომ თუ guess-ი მეტია 10-ზე, ან guess-ი ნაკლები 1-ზე, მაშინ დავუკონსოლოთ რომ გთხოვთ შემოიყვანოთ რიცხვები ერთთან 10-ის ჩათვლით. ეხლა ნახეთ. გავუშვით პროგრამა, შევიყვანოთ 50 და მიწერს რომ გთხოვთ შემოიყვანოთ რიცხვები ერთთან 10-მდე და მე უკვე ისე მეკითხება. ეს if-ის გამოყენებით, ანუ თუ guess-ი მეტია 10-ზე, ან ნაკლები 1-ზე, ანუ 1-1 რომ ცრუ იყოს გვაწყობს, მაშინ ვუკონსოლებთ აი ამ შეტყობინებას. 10-ზე მეტის დაწერა ფიზიკურად რა შეიძლებოდა, ეგრე შეიძლება? არა. ეგრე არ შეიძლება. ანუ რაღაცას უეჭველი შემოიყვანს. ანუ prompt-ი არაფერს არ ზღუდავს. prompt-ი შეგვიძლია ნებისმიერ რამეს შემოიყვანო. შენ ერთ-ერთი იმის კონტროლი შეგიძლია, რომ შემოიყვანს, მე რას იზავ. ანუ users ეგრევე არ შეზღუდავ, რომ რაღაცა არ გააკეთებინო. უბრალოდ აკეთებ პრევენციებს, რომ გააკეთებს, მე შენ როგორ რეაგირებ მაგაზე. და მე ახლა ასე რეაგირებ, რომ შემოიყვანოს 10-ზე მეტი ან 1 ნაკლები, აი მას ვუკონსოლებ, მაგრამ ეს რაღაცას ვერ გავუგზავნავ. 0 რო ვერ დაწეროს ეგრე. ეგეც არა, 0-ს თუ მომდა 0-ს დაწერს. ნახე? 0 დავწერე ახლა. მაგას ვერ შევზღუდავ, რომ 0 არ დაწეროს. უბრალოდ მე ვეუბნები, რომ 0 არ შეიძლება, ერთთან 10-მდე რიცხვი მჭირდება. ანუ დეველოპერები ეგრე იუზერებს ვერ აუგზავნავთ რა გააკეთონ და რა არა. აი, მაგალითად, საიტზე რო შედიხართ რა. და გხვდებათ იმეილის ველი. გეუბნებათ რომ შემოიყვანოთ აქ მეილი. მან რომ მეილის მაგიროთ შეიყვანოთ თქვენი რა ვიცი მაგალითად ძაღლის სახელი. ან თუთიყუშის სახელი მაგალითად სიტყვაზე რა. აი ჩემი იმეილის მაგალითად შევიყვანე ბობი მაგალითად. მაგას ხო ვერ ამიგზავნოს მე დეველოპერი რომელმაც ეგ გააწყო. უბრალოდ მე რო დავაწვევი ღილაკს, სამითის ღილაკს, მე რა მომიხდება ერორი რომ ეს მეილი არაა მეტყვის რა. ანუ გამოდის რომ მე იუზერი ეგრე არ ვარ შეზღუდული, რა შევიყვან და რას არა. უბრალოდ დეველოპერს გათვლილი აქვს რაღაც кейსები, რაღაცა შემთხვევები და იცის რომ შეიძლება აქ იუზერმა სწორი ტექსტი არ შემოიყვანოს და მაგის პრევენციას თვითონ მიახდენს, თორე ასე ვერ შეზღუდავ იუზერს. ეგეც შეიძლება კი საბა. ეგეც კიდევ ერთ-ერთი გაუმჯობესების ფორმა. საბა დაგვიწერა რომ აი 3-ით და რა კონდეს რა და როგორც კი ამ 3-ს და ამოწურავს, მე უკვე მორჩესო. ეგეც გავაკეთოთ. ანუ თავი მუღამი ხა ის არის რომ ჯერ უნდა ამოხსნათ ამოცანასაც გეკითხებიან და მე თუ ოდნავ მაინც გაიფიქრებთ რომ აი უკეთრო ყოფილიყო რა მაგარი იქნებოდა და ასე ესო დამატებიან რა მაგარი იქნებოდა. უნდა დაამატოთ თუ უკვე რა. მაგრამ თავიდან მარტო რაღაც ძალიან მინიმალურს ვაკეთებთ. მოდი ეგეც გავაკეთოთ. რომ 3-ით და ქონდეს მომხმარებელს. მეტი არა. მაგას როგორ ვაკეთებთ? ანუ ჭირდება რომ დავითვალო ეგ ცდები ხო? აი მაგალითად თუ ერთი ვერ გამოიცნო, ერთი თიავწიო. თუ მეორე ვერ გამოიცნო, მეორე თიავწიო და ასე შემდეგ. ანუ მაგისთვის ჭირდება კიდევ ახალი ცვლადი. და მოდი იყოს ეგ ცვლადი let try. რომელიც თავიდან 0-ის ტოლი იქნება. try არის და tries დავწეროთ მოდი ხო? მრავლობიჩი. Okay. და თითოეულ ჯერზე უნდა გავზარდოთ ეს ცდა. ანუ tries იზრდება ყველა ჯერზე 1-ით. ანუ როგორც კი შემოიყვანა, ეგ არის 1 ცდა. აი მოდი თან დავაკონსოლოთ console log. You have tried tries time. აქ template literally გამოვიყენე და მეუბნები რომ აი ამ ჯერს ცადეთო. პროგრამას გავუშვებ. შევიყვანე 5-იანი, მეუბნება რომ მეცერწუთი დასებულზე არ წავიდა.
clear ახლა გავუშვათ. შევიყვანოთ ხუთიანი, მიწერს რომ თქვენ სადეთ ერთხელ. You have tried one time. შევიყვანოთ 8-იანი, მეორეჯერ ცადეთო. მე შევიყვანოთ 2-იანი, მესამეჯერ ცადეთო. როგორც კი მესამეჯერ ვცდი და ვერ გავარტყავ რიცხვს, მე მოდი დამიწეროს რომ დაფეილდი, ანუ დამარცხდი. და ეგ შემიძლია გავაკეთო if-ით. ხო? ანუ მე ვთქვა რომ თუ try იქნება 3-ზე მეტი, ან 3 ტოლი უკვე, მაშინ დავუწერო დამარცხდა. თუ tries მეტი ან ტოლი 3-ზე, მაშინ დავუკონსოლოთ რომ გადაცდა. You have exceeded the maximum number of tries. ანუ გადაცდი მაქსიმუმი ცდის რაოდენობებსო რა. მოდი ახლა გავუშვათ ჩვენ პროგრამა. შევიყვანოთ 4-იანი, მიწერს 1-ის და დაგჭა 1-ის და გაქვს, მერე 2-ის და გაქვს, მერე 3. მაგრამ უბრალოდ მიკონსოლებს რომ გადაცდიო, მაგრამ კითხვას არ აჩერებს, მაინც ნახეთ. მე კიდე შემიძლია რომ შევიყვანო. მე ხო უბრალოდ კონსოლი მიწერია რომ თუ გადაცდა 3-ს ეს ცდილობები, მაშინ დავუკონსოლებ რომ გადაცდი მეთქი რა. მაგრამ მაგრას ხო ციკლი უნდა ჩერდებოდეს. ციკლი როგორ გავაჩერო? ციკლის გაჩერება მჭირდება აი აქ მე. რომ თუ გადაცდა 3-ს ცდილობები, ციკლი გავაჩერო და აღარ შევეკითხო. break კი. ანუ მე მჭირდება რომ აი აქ დავამუხრუჭო. ოღონ ჯერ უნდა დავუკონსოლო და მე დავამუხრუჭო. break რომ აღლა მეწეროს, ეგრევე მორჩება ციკლის ცვლილება და კონსოლოგი აღარ შესრულდება. ანუ და ჯერ ვუკონსოლებ და მე ვაბრეიქებთ. აი ნახეთ. ისე გავუშვათ, შევიყვანე 4-იანი. 1-ის და გააკეთება მითხრა, მე 6-იანი შევიყვანე მეორეს დაო, 5-იანი შევიყვანე და მიწერს რომ მესამეც და გქონდაო, მე დამიწერო გადაცდიო. You exceeded the maximum number of tries. მაგრამ აქ კიდე პრობლემა ისაა, რომ ბოლოს მაინც მიკონსოლებს. Congratulations, you guessed the secret number. აი ახლა უკვე ეს აღარ მაწყობს, იმიტომ რომ ჩემი პროგრამა შეუცვალე ლოგიკურად. და მხოლოდ ანუ 3-ს როგორც გადაცდება, ეს ვერ გამოიცნო და ეს აღარ უნდა კონსოლდებოდეს. ანუ ეს სხვა უნდა მეწეროს. რამე if-ში. ხო? და ეგ შემიძლია აქ გქონდეს. რომ თუ მაგალითად 10-ზე თუ მეტია ან 1 ნაკლებია, მოდი ის დავუწეროთ. ხოლო თუ კი ანუ აქ ეს ალგე ლოგიკაა. მოდი ქვევით if-ი მქონდეს, რომ თუ guess-ი უდრის secrets, მაშინ დავაკონსოლოთ მოლოცვა და მე გავაჩეროთ ციკლი. ნუ ისე ეს გაჩერდება, იმიტომ რომ ეს პირობა შეაჩერებს. ახლა უკვე უფრო სრულყოფილია, ნახეთ, შევიყვანე 4-იანი, 3-იანი, 2-იანი და აღარ მიწერს მოლოცვას. მოლოცვას მხოლოდ მაშინ დამიწერს, როცა გამოვიცნობ რიცხვს. აი 7-იანი დავწერე და congratulations, you guessed the secret number. და შემიძლია მოდი ქვევით ჩამოვიტანო, იმიტომ რომ ჯობია რომ ჯერ დამიწეროს 1-ის და გქონდაო და მე მომილოცოს. აი ასეთ შეიძლება რა. 7-იანი შევიყვანე, მითხრა ერთხელ გასცადე უკვე და მე მომილოცა. და ამ პროგრამის გამოჯობესება კიდე უფრო ბევრნაირად შეიძლება. აი მაგალითად, თუ შემოიყვანა 9, უთხრათ რომ მაღალია 9. მაგით მივანიშნოთ რომ ცოტა დაბალი შემოიყვანა მეთქი. თუ შემოიყვანა 3-იანი, ვეუბნები რომ აი 3 დაბალია. ანუ ვანიშნოთ რომ უფრო მაღალი შემოიყვანოს. 3-ის მერე რო ვეღარ შეძლოს ჩაწერა. ეგრე უკვე გვაქვს. 3-ის მერე ვეღარ წერს, პროგრამა ჩერდება. ნახე? შევიყვანე 4-იანი არასწორია, ერთხელ ცადეო, 3-იანი შევიყვანე არასწორია, 2-იანი შევიყვანე არასწორია და გაჩერდა პროგრამა. მეც ვეღარ ვწერ. იმიტომ რომ ნახე აქ მიწერია რომ თუ ცდილობები მეტი ან ტოლი 3-ზე, მაშინ დავუკონსოლოთ რომ უკვე ამოწურე შენი ცდილობები და მე ვაბრეიქებ, ანუ ციკლი ჩერდება. ეკეთება ამით. სა ეგ არის or, ანუ ან ლოგიკური ოპერატორი. ეგ იმას ნიშნავს რომ თუ რიცხვი, თუ user-ის რიცხვი მეტი 10 ან ნაკლები 1-ზე, ეგეთი რიცხვი არ გვაწყობს. და უწევთ რომ შემოიყვანოს 1-10-მდე რიცხვი. მაგას ნიშნავს. თუ კარად არ გაგვსაუბრული, იგიჩვენა რომ წინა კვირის ლექციას უყურო if-ებზე. მან ახსნილი ანიც და დაც. საკმაოდ მნიშვნელოვანი რაღაცეებია ეს საკითხები, ამიტომ გიჩვენა რომ გადახედო თუ კარად არ გახსოვს.
ანუ ძალიან ბევრი ნაჩვენებია ამ პროგრამის გაგრძელება რა. თავარია თქვენი წარმოსახვა სამამდე გაგიწევთ. ამიტომ შემერჩევა იქნება რომ რაღაცა პირობას რომ შეასრულებთ და მორჩებით ამოცანის ამოხსნას, მანდ არ გაჩერდეთ და იფიქროთ აი როგორ უნდა გაუმჯობესდეს ეს პროგრამა უფრო კარგად. უფრო მაგარი რო იყოს, უფრო ბევრ ამას ვაკეთებდეს. და ნახეთ აი ეს 4 ხაზიანი პროგრამა სამამდე გავიყვანეთ. რაღაცები მე შემოგთავაზეთ, ეს ცდილობები თქვენ შემოგთავაზეთ და ნუ უფრო ბევრ ამას სწავლობ მაგ მომენტში რა. და ნუ while-თაც იგივენაირად გაკეთდებოდა. უბრალოდ while ჯერ ამოწმებს და მერე აკეთებს. ანუ თავიდან მე მაინც მექნებოდა secret რიცხვი. მოდი ამას დავაკომენტარებ. აქ დავუწერ. პირველი ვარიანტი while loop-ი. აქ მექნება მეორე ვარიანტი do while loop-ი. ანუ აქ secret-ი ისე მექნებოდა, ასე მექნებოდა thrice ნულის ტოლი ასე მექნებოდა guess-ი. და ვიტყოდი რომ სანამ guess-ი არ უდრის secrets მანამ გავაკეთოთ აი ეს ყველაფერი. აი აქ რაც მიწერია რა. ესენი არის აბსოლუტურად იგივე მე რო უკვე. ანუ ეს ხელს მოვყიდებ და უბრალოდ დავაკოპირებ. აი ეს. მოდი ამოვაკომენტაროთ თან. შვენიერი. ანუ ეხლა რომ პროგრამა გავუშვა, შევიყვანე 4-იანი. всё. secret თავიდან 7-ის ტოლი უნდა იყოს. აუ გესი გამორჩა ბოდიშით. აი ამის დაკოპირება და გამორჩა. ოკეი, შევიყვანოთ 4-იანი. 1-ის დამოწურეო, 3-იანზე ამოწურეო, 7-იანი შევიყვანოთ, მოდი. ეგაა. გაჩერდა. მაგრამ თუც და მეტიან ტოლის 3-ზე ნახეთ აქ რა ხდება. აი კიდევ ერთი პრობლემა გამოჩნდა რა. ბოლოს რო გამოვიცანით მე-13 წაზე. განა მომილოცა, არ მოულოცია. მითხრა რომ გადააჭარბე მცდელობებსო. ანუ ეს ჩემ მე-13 ცდილობა სწორი იყო, მაგრამ აქ მიწერა რომ to thrice მეტიან ტოლის 3-ზე, მაშინ დამიწერა you have exceeded the maximum number of thrice. ანუ იდეაში აქ არ უნდა შესულიყო რა. მართალია მე-13 და მაგრამ აქ არ უნდა შევიდეს, უნდა შევიდეს აქ. და აქ ვეღარ შედის, იმიტომ რომ ვაბრეიქებ, ვამოხრუჭებ. და აქამდე ვეღარ მიდის. აი ამის ფიქსი ხო არის, აი აქ პირობაში რაღაც აკლია რა. აქ აკლია პირობაში რაღაც. ამ იდეა ხო არ გაქვთ. მაშინ 11 დავწეროთ, რაც გვინდა რომ იყოს. ანუ 4 დავწეროთ აქ. მაკროს იგივე მოხდება მერე. ანუ ეხლა 4 მცდელობა იქნება და მე-4-ზე 7-იანი შევიყვან იგივე მოხდება. ნახეთ 3 3 3 და მერე 7-იანი. იგივე ხდება. უბრალოდ მე-4 მცდელობაზე ხდება, ეხლა უკვე იგივე. ანუ აქ პირობა აკლია უბრალოდ. ანუ აქ მხოლოდ მაშინ შევიდეს, როცა მე-3 მცდელობაც არასწორია. continue არა. კი, სამესორია. აი თემოსაც ცოტა ახლოს იყო. ან არა, დაგჭირდება ნახეთ. ჩვენ აქ მხოლოდ მაშინ შევიდეთ, როცა თუ ცდილობები მეტიან ტოლი 3-ზე და ამავდროულად guess-ი არ უდრის secrets. ანუ თუ ცდილობები გამოელევა და ამავდროულად პასუხიც არასწორია, მხოლოდ მას შევდივარ. ანუ ეხლა უკვე აქ აღარ შევ, იმიტომ რომ პასუხი სწორი იქნება ბოლო. ნახეთ 3 3 7 და მომილოცა. ანუ აქ აღარ შევიდა, იმიტომ რომ guess-ი იყო 7, secret-ი იყო 7, 7 არ უდრის, ვიცი არის false-ი. მართალია ეს true არის. ცდილობა 3-ია უკვე. მაგრამ true და false-ი აბრუნებს false. და შემთხვევაში ხო ერთი რო false იყოს, თვეებაში false ბრუნდება. ამიტომ ეგ უნდა შევამოწმოთ ბოლოს, რომ თუ მცდელობა 3-ზე მეტია და ამავდროულად პასუხი არასწორია. აქაც შევამატებ. ასე. ანუ გინდა while გამოიყენეთ, გინდა do while, მაგრამ
უფრო დუალი აქ უფრო უკეთესი, იმიტომ რომ უფრო ლოგიკურად ჩანს, რომ ჯერ აკეთებ რაღაცას, ანუ ეკითხები რა. და მე ამოწმებ. აი ამ პირობას გაჩერდე თუ არა. ეს ხო ჩვენი მეორე ამოცანა, ახლა უკვე გადავიდეთ მესამე ამოცანაზე. გამოვიყენეთ for loop-ი 4-ის გამრავლების ცხრილის დასაბეჭდად. ანუ 4 გამრავლებული 1-დან 4 გამრავლებული 10-მდე. ზოგადად, როდესაც პირობას კითხულობთ, თუ ეგრევე იწყებთ კოდის წერას, უკვე შეცდომას უშვებთ. ანუ ახლა მე რო უცოდ დამეწყობი for რა დავწერო, მოდი let i4 დავწერო, ახლა 4 არის, მოდი 4 იყოს. და მე 10-მდე მივდივარ, მოდი 10-მდე წავა. ანუ ესე არ შეიძლება, ეს ახლა მე ნაფიქრი არ მაქვს, ხო? ჯერ აუცილებელია, რომ დაფიქრდეთ კარგად, გაიაზროთ, გეგმები დასახავთ და მხოლოდ მაგის შემდეგ დაიწყოთ კოდის წერა. და სინამდვილეში პროგრამირება 80% არის ფიქრი. და დანარჩენი 20% არის თითების ტყაპუნი კლავიატურაზე, ასე რომ ვთქვათ რა. ანუ უმეტეს დროს ჩვენს სფეროში ვატარებთ ფიქრში და არა წერაში. და თუ თქვენ ჯერ არ დაფიქრდებით და მე ეგრევე წერას დაიწყებთ კოდის, ეგ იქამდე მიგვანთ, რომ რაღაცა შეცდომას დაუშვებთ და მე მოგიწევთ პროგრამის ახრიდან დაწერა. ანუ დროს დაგაარგავთ ყვილად, ამიტომ ჯობია დღეს ჯერ დავფიქრდეთ. და ეხლა რაზე უნდა დავფიქრდეთ აქ? ჯერ უნდა წარმოვიდგინოთ ან ჩამოვწეროთ ყოველ შემთხვევაში, თუ რას გთხოვს პროგრამა და რას ელოდება საბოლოო პასუხად. ანუ ჩვენ გვეუბნებიან, რომ 4-ზე გამრავლების ტაბულა უნდა დავბეჭდოთ. მოდი ჯერ ჩამოვწეროთ როგორი 4-ზე გამრავლების ტაბულა, რომ უფრო კარგად მივხვდეთ for ციკლის იტერაციისას რა იცვლება, რა რჩება იგივე და ასე შემდეგ. ანუ აქ თქვა რომ 4 ჯერ გავამრავლო 1-ზე არის 4. ანუ მე 4 ჯერ 2 არის 8, 4 3 12, 16 20, 24 28, 39 და 40. ანუ მე საბოლოო ჯამში ეს უნდა გამოვიტანო ტერმინალში. და მე რო თვალით ვხედავ რა მაქვს გამოსატანი, თითქოს უკვე ხვდები რაები იცვლება. აი მაგალითად 4 გამრავლებული არის ერთ და იგივე ყველა ხაზზე. ანუ ეს არის საერთო. სამისლოდი არ გჭირდება არა. მაგრამ იზრდება აი ეს, რაზეც ვამრავლებთ. 1 2 3 4 5 6 7 8 9. ანუ აქედან შემიძლია მივხვდე, რომ for ციკლში ვქნით სულაც, რომელიც თავიდან 1-ის ტოლია და ბოლოს 10 ხდება. ანუ მანამ იზრდება 3-10-ზე ნაკლებიან ტოლია რა. და ბოლოს არის პასუხი. ეხლა უკვე შემიძლია დავიწყოთ წერა. იმიტომ რომ თავიდან ჩვენი ცვლადი i დავარქვათ, მოდი. let i უდრის 1-ს, ინაკლებიან ტოლი 10-ზე. იმიტომ რომ ბოლოს 10 უნდა გახდეს და მეტი არ გვჭირდება და თითოეულ იტერაციაზე, ანუ pitch-ზე იზრდება 1-ით. და ამას უკვე მე ვხედავ, რომ 1 იზრდება, 1 2 3 არის. ანუ 1 იზრდება. და ყველა ჯერზე ვაკონსოლებ რაღაცას. მაგრამ ეხლა ნახეთ. აქ მე დამჭირდება template literally, იმიტომ რომ მე მაქვს აქ როგორც გამოსახულების ნაწილი, ასევე ჩვეულებრივი string-ის ჩანაწერის ნაწილი. ან 4 გამრავლება ეს არის ჩვეულებრივი string-ი, ეს უკვე გამოსახულებაა. იმიტომ რომ i უნდა ჩავსვა, ცვლადის მნიშვნელობა არის. ეს გამოსახულება, იმიტომ რომ პასუხია. ამიტომ გამოვიყენებ backtick-ებს და დავწერ 4 გამრავლებული string-ად. მერე ფიგურულ ჭრილებში და დოლარის ნიშანში ჩავსვავ is, იმიტომ რომ is მნიშვნელობა მინდა და არა სიტყვისიტყვით i. და ეს უდრის პასუხს. პასუხი რა არის? ეს გამოსახულებაა. პასუხი არის 4 გამრავლებული i-ზე. i თავიდან 1-ია და ეს იქნება 4 ჯერ 1, მერე 2-ია და ეს იქნება 4 ჯერ 2, მერე 3 და იქნება 4 ჯერ 3 და ასე შემდეგ. და პროგრამა რო გაუშვა, გამოიტანს ჩვენს შედეგს. გამრავლების ტაბულას. d არ წერია. ნახეთ ჩათვლი წერია. პირობაში წერია 10-მდე, ნუ ხო ტექნიკურად კი. ტექნიკურად მართალი ხარ, აქ უნდა გვეწეროს ნაკლებობა, მართალი ხარ. თუმცა ახლა გამრავლების ტაბულა, მოდი ის დავწეროთ 10-ით შედის რა საბოლოო ჯამში. თუმცა კი გეხმარება. და ამის გამოჯობასება შეიძლება. იმედიან ტოლი 1-ზე და ინაკლები 10-ზე. ვერ მივხვდი. ეს არ გჭირდება.
ამ პირობაში? აქ? არა. i მეტიან ტოლი 1-ზე არ გვჭირდება, იმიტომ რომ i ისედაც მეტიან ტოლი იქნება 1-ზე, იმიტომ რომ თავიდან 1-ით იწყება და მერე სულ იზრდება. ანუ 1-დან რო გაზავდე 1 2 3 4 5 ხო ყოველთვის 1-ზე მეტი იქნება, ამიტომ მაგას აღარ წარ. ეგ ისედაც ცალსახაა რა. მაგრამ 10-ზე ნაკლებიან ტოლი როდის იქნება, ეგ არ იცი, იმიტომ რომ რაც გაგაცდება, ამიტომ მაგას წერთ უკვე რა. ამიტომ ეგ აღარ ჭირდება. და ეს შემიძლია გაუმჯობესო კიდევ. აი მე რომ მინდოდეს მაგალითად განა 4-ის ტაბულა, არამედ 5-ის ტაბულა მინდოდეს. რა მომიწევს რომ აქ შევცვალო? ეს ცუდია უკვე. მე ამ პროგრამაში არაფერს არ უნდა ვცვლიდე რა. შემიძლია prompt-ი ჩამოვაყენო users, რომ დავწერო let number-ი მქონდეს და ვუთხრათ რომ შემოიყვანოს prompt enter a number. აი ასე. და ეს number-ი გამოვიყენო უკვე აქ. ასე. ანუ ეს template ლიტერალში მიწერე, იმიტომ რომ მე მჭირდება number-ის მნიშვნელობა და არა სიტყვასიტყვით number-ი string-ად. და ეხლა რომ გავუშვო ჩემი პროგრამა. ნახეთ მე რო შევიყვანო 9-იანი, გამოიტანს 9-ზე გამრავლების ტაბულას. არა, ბოდიში არ დამისვევებია, მოპატიეთ. შევიყვანო 9-იანი, გამოიტანს 9-ის გამრავლების ტაბულა. შევიყვანო 3-იანი, 3-ის ტაბულას გამოიტანს. ეს უკვე გაუმჯობესება რაღაც მხრივ. დოლარი და ფიგურული ჭრილების ნიშანი კიდევ გავიმეორებ არის template ლიტერალი სინტაქსი. რა დაგჭირდება? მე რო აქ მქონდეს მაგალითად, ან ესენი რო არ მეწეროს, ნახეთ. მოდი ამას არ დავწერ და შევხედოთ რა შედეგს მივიღებთ. შევიყვანოთ 4-იანი, ნახეთ დამიწერა number-ი გამრავლებული i-ზე უდრის number-ი გამრავლებული i-ზე. ანუ სიტყვასიტყვით მიიღო ეს ნიშნულობები, რას მე მეწერა. მაგრამ ეს number-ი სიტყვა ხო არა, ანუ სიტყვა არ მინდა რომ აღიქვას, მინდა რომ აღიქვას გამოსახულებად. ანუ თავის მნიშვნელობად, number-ის უკვე რაღაცა მნიშვნელობა დგას. ამ შემთხვევაში 4-იანი, იმიტომ რომ 4-იანი შევიყვანე. ამიტომ ამას ვწერ დოლარის და ფიგურული ჭრილის სინტაქსში. იგივე არის i-ზეც. i-ს სიტყვა არა, არის ცვლადი. number-ი ცვლადია და აქაც ცვლადია და მინდა რომ ამის შედეგი გამოიტანოს რა. ამიტომ ვიყენებ მაგას უკვე. ეს არის და ლოგიკური ოპერატორი. პირობებში გამოიყენება. და არის. ოკეი, და ეს იყო ჩვენი მესამე ამოცანის ამონახსნი. ანუ მე რო რაღაცა კითხვებს გისვავთ თქვენ ლექციის მსვლელობისას. ეგ განა იმიტომ არის რომ ლექციას ვატარებ და აი უნდა ჩაქრთოთ ლექციაში ან რაღაცა იქნება განაწილებული ეგეც არის, მინდა რომ ჩაერთოთ ხოლმე, მაგრამ მინდა რომ რაღაცა დაინახოთ რა ამ ჩემს ქმედებაში. მე რა კითხვებსაც გისვავთ თქვენ. იგივე კითხვები თქვენ თავს უნდა დაუსვათ, როცა მარტო მუშაობთ რაღაც ამოცანაზე. ანუ სწორი კითხვა არის ყველაზე მნიშვნელოვანი. ამ სფეროში პასუხებს არ აქვს მნიშვნელობა რა. იმიტომ რომ ყოველთვის არის რაღაცა საკითხი, რაც არ იცი. მე ძალიან ბევრი რაღაც არ ვიცი. აი, უამრავი რაღაც არ ვიცი და ძალიან ბევრი მაქვს კიდე სასწავლი. ანუ ამ სფეროს ყველაზე საინტერესო ასპექტი არის რომ სულ ვსწავლობ რა. სხვა სფეროებში ხო არის რომ აი რაღაცა X თემას ისწავლი და მე იმას ატრიალებ მთელი ცხოვრება. რაც ცოტა მომეზრებელი არის, იმიტომ რომ რაღაცა 40 წელი უნდა აკეთო ერთ-იგივე რაღაცა. და აქ ეგრე არა. აქ ყოველდღე ახლა რაღაცას აკეთებ. რაც იმას ნიშნავს, რომ ყოველდღე ახალი სწავლა გიწევს, გინდა არ გინდა. არის სწავლი და შენი ფასი დაეცემა ბაზარზე. და როცა ყოველდღე ახლა რაღაცას სწავლობ, ყოველდღე ახალი რაღაცა არ იცი, ესე იგი, ხო? და უამრავი რაღაცა არ ვიცით ჩვენ. და ყველაფერს ვერ ვისწავლოთ ვერაზროს. და როდესაც რაღაცა არ ვიცი, მაგ დროს განა პასუხს აქვს მნიშვნელობა, რომ პასუხი მქონდეს, არამედ ყველაზე დიდი მნიშვნელობა აქვს სწორ კითხვას დავსვავ თუ არა. და სტუდენტებთანაც ეგეთი მიდგომა მაქვს, რომ რაღაცას თუ ვერ გებულობენ, ჯერ კითხვას უსვავ რა, ანუ ჩემი კითხვით ვაცემინე პასუხებს, რომ ისე თვითონ მიხვდეთ რა საბოლოო ჯამში. ამიტომ სწორ კითხვას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა. და სწორი კითხვა განასხვავება უნდა დაგისვათ. ნუ ეხლა რახა რაღაც ლექტორი ვარ, მენტორები ვარ და ასე შემდეგ, თავიდან გეხმარებით რა. მაგრამ საბოლოო ჯამში ჩვენი მიზანი ის არის, რომ ჩვენ აღარ დაგჭირდეთ. ანუ თქვენ თუ ორი თვის მერე იტყვით, რომ აი მე აღარ მჭირდება შენი დახმარება, შენი ლექციები, ძალიან გახარებული ვიქნები. იმიტომ რომ ჩვენი მიზანი ეგაა, რომ აღარ დაგჭირდეთ. და ეგ ხდება
იმის სწავლებით თუ აი როგორ უნდა დავუსვათ თქვენთან სწორი კითხვა. ამიტომ მაგაში ივარჯიშეთ რა. ან რაღაც ამოცანას რომ ვერ გებულობთ, აი ვერ გავიგე და მოდი მეტროს დავიხმარებ, ეგრე არაა. კარგი გადაწყვეტილება. რაღაცას არ გესმით, თქვენ თავებს დავუსვათ კითხვები. თუნდაც ხომაღლა ისაუბრეთ. ხომაღლა საუბარეთ შველის დამიჯერეთ, იმიტომ რომ ფიქრები უფრო ლაგდება. და სხვადასხვა ჰარვარდის უნივერსიტეტში ეგეთი ტრადიცია აქვს. როცა აბარებენ ხოლმე CS50-ის კურსი ქვია მან, Computer Science 50, ანუ პროგრამირებაზე რა ზოგადად რო გითხრათ. პროგრამირებაზე აბარებენ, ურიგებენ პატარა კვატებს, ყვითელ კვატებს. და ეუბნებიან რომ რაღაცა რო არ გესმის, აი ამ კვატს დავუსვი კითხვა და ამ კვატს ესაუბრე რა. იმიტომ რომ ხომ აღარ რო საუბრობ და კითხავს უსვა შენ თავს, უფრო კარგ ლაგდება გონებაში და უფრო ბევრ ამას ხვდები. ამიტომ ეგეც დამოამეთ. მარჯვნივ წითელი ვარსკვლავი რა არის? ამაზე ამბობ? ეს არის კლოდი. კლოდი არის ერთ-ერთი AI თული, რომელიც მუშაობაში გეხმარება, მაგრამ თქვენ არავითარ შემთხვევაში არ დააყენებთ. აი ხა რაღაცებს რომ თავაზობს რა კიდევ. ეხლა არ თავაზობს, მაგრამ აი რაღაცა შემოთავაზა. ტავს ოწები წერს რა, ანუ დამიმარტივებს ხოლმე ყველაფერს. მაგრამ ეს თქვენ არ გააკეთეთ, ეგაა Copilot-ი, ესაა კლოდი. Cloud Codes ვიყენებ ხოლმე AI თული არის, აი ტერმინალში ჩაძერ Cloud Code. და აქ ეუბნები რომ აი მაგალითად fix the code for me. მაგალითად ძალიან ცუდი პრომპტია, მაგრამ მაინც. აქ რაღაცებს ეკითხები და გიკეთებს რა. ეხმარება. მაგრამ ეგ თქვენ არ გამოიყენოთ, ეგ არის მუშაობაში ძალიან კარგი. თუმცა სწავლის პროცესში ძალიან ცუდი, იმიტომ რომ ოქროშუალი თუ არ დაიჭირე, ბევრ რაღაცას თავის გიკეთებს და შენ გონე რომ იცი, მაგრამ არ იცი რა. ამიტომ არ გინდათ ეს. უბრალოდ გითხარით რა გამკითხეთ. კაი, გადავიდეთ მეოთხე ამოცანაზე. გამოიყენეთ for loop-ი 20-დან 10-მდე რიცხვების დასაბეჭდად. აქამდე, ეს კითხვა რომ შემოbrunებული ყოფილიყო ძალიან მარტივი იქნებოდა, რომ დაგვეჭდა რიცხვები 10-დან 20-მდე, ხო? მაგრამ უკუსვილით არ გავაკეთები არასდროს. მაგრამ არა უშავს, მოდი რაც ვიცით ის გავაკეთოთ. 10-დან 20-მდე დავეჭდოთ რიცხვები. ანუ for ციკლში ცვლადი შევქმნათ, რომელიც თავიდან იქნება 10 სტოლი, უნდა მივიდეს 20-ის ჩათვლით და გაიზარდოს თილტერაციაზე 1-ით. და დავაკონსოლოთ i. გავუშვათ პროგრამა. გამოვიდა 10-დან 20 ჩათვლით რიცხვები. მაგრამ მე პირიქით მინდა. 20-დან 10-მდე მინდა. მაგას როგორ ვიზავ? აქ რომ ეწერა რომ let i უდრის 10-ს, ნიშნავდა რომ 10-დან დავიწყეთ. ხო? მაგრამ მე მინდა რომ 20-დან დავიწყო, ამიტომ ცვლადი რომ თავიდან იქნება 20, ხო? მარტივად. თავიდან 20-ია. და ნელა უნდა შემცირდეს. ანუ ახლა უკვე განა უნდა იყოს 10, 11, 12, არა, უნდა იყოს 20, 19, 18 და ასე შემდეგ. ამიტომ აქ i++ მაგად ვიყენებ i-. i-, არის დეკრემენტი, ანუ ერთი შემცირება. მოდი გავუშვით პროგრამავა. ან 20-დან იწყება და ნენა ერთი მცირდება. გავუშვათ და უსასრულო ციკლი გვაქვს. ანუ მინუსებში შევიდა. ანუ თავიდან კი 20, 19, 18 დავეჭდა, ეხლა არ ჩანს, მაგრამ მინდით რომ ეგრე იყო. მაგრამ ჩავიდა მინუს სასრულობაში, რაღაც ან პატარა რიცხვებია მინუსებში რა. რა მაკლია. აი დაჩვენა წერა ინეკლებიან ტოლი 10-ზე. ოკეი. დავწეროთ აბა ინეკლებიან ტოლი 10-ზე. გავუშვათ. არაფერი არ ხდება. ახლა საერთოდ არაფერი არ ხდება. მინუსი გვიწერია უკვე. აი აქ. მინუსი წერია. ერთი მცირდება რიცხვები. Sorry ესაა. ამ პირობა შეასრულე. წერა რომ ეწერა ინაკლებიან ტოლი. ბრეიკით არ გვინდა. წერა რომ ეწერა ინაკლებიან ტოლი 20, ეგ იმიტომ მქონდა რომ 10-დან 20-მდე ავდიოდი რა. და მან უნდა დამეჭდა სამ 20-ზე ქვევით ვიყავი. მაგრამ ახლა პირობა უნდა შევცვალო. უნდა დავწერო i მეტიან ტოლი 10-ზე. ანუ სანამ რიცხვები მეტი იქნებიან 10-ზე, მანამ დავბეჭდავ და როგორც კი 10-ის ქვევით ჩამოვალ 9-ზე, მე აღარ დაიბეჭდება. და ეხა იმუშავებს, აი ეს 20-დან 10-ის ჩათვლით. და წერა რომ მქონდა მე ინაკლებიან ტოლი 20-ზე.
რა ხდებოდა? თავიდან i იყო 20 ტოლი, 20 ხო ნაკლებია ტოლი 20, ამიტომ იბეჭდება, მე ხდება 19. 19-ის 20 ნაკლებია, 18, 17 ანუ უფრო მცირდება რა. და 20 თუ ნაკლებია ტოლი 20, 20 ნაკლებიც ხო 20 ნაკლები იქნება, ასე რა ვთქვათ რა. ამიტომ აქ იცვლება პირობა. მანამ ვეჭდოთ, სანამ i მეტი ან ტოლი 10-ზე. ანუ 19-იც მეტია 10-ზე, 18, 17, 16, 15, 14, 13, 12, 11, 10-ს და როგორც კი 9-ს ჩამოვალთ, 19 ან ტოლი 10 არის false-ი, ამიტომ აღარ დაბეჭდავთ. ამ პირობის შესვლას მოგვიწია. და როცა რაღაცა არ გამოდის, აუცილებელია რომ ეგრე საითავოდ მივუყვეთ რა. თითოეულ იტერაციაზე რა რიცხვი როგორ იცვლება, რა პირობა შედის, ასე გონებაში უნდა გავატაროთ რა ხდება და მანდ ვიპოვით სადაა პრობლემა და თუ ვიცით სადაა პრობლემა, მივხვდებით რა არის პრობლემა. ამიტომ ეგეც ერთ-ერთი ხერხია დებაგინგის, ანუ ბაგის აღმოჩენის. ბაგი არის რაღაც პრობლემა ის იგივე რა. და სხვა შორის ეგ ბაგი სიტყვაც ასე უბრალოდ არ მოგონიათ, ხოჭოს ნიშნავს ქართულად. და სულ პირველი პრობლემა კომპიუტერში, იმიტომ წარმოიშვა, რომ აი ფიზიკურ კომპიუტერში იყო ხოჭო და ეგ უშლიდა რაღაცას. და მაგენ ამოდის სიტყვა ბაგი. და ბაგი ნიშნავს პროგრამაში პრობლემას, განა errors, რომ იქრაშება პროგრამა და არ მუშაობს. უბრალოდ ისე რაღაც არ მიდის, როგორც უნდა მიდიოდეს. მაგენ ამოდის ეგ სიტყვა ბაგი. და დებაგინგი ნიშნავს მაგ ბაგის, ანუ პრობლემის აღმოჩენას. და მაგ პრობლემას მაშინ აღმოაჩენ, თუ აი ციკლების შემთხვევაში სათითაოდ გადაულით ნაბიჯ თითოეულ ბიჯზე რა ხდება. ოკეი. გადავიდეთ მეხუთე ამოცანაზე. რომელიც ინგლისურად არის. გირჩევთ რომ ინგლისურად კითხვას მიეჩვიოთ, თუ ვინმე კარგად არის ინგლისური, გირჩევთ translate გამოიყენოთ, იმიტომ რომ საბოლოო ჯამში ინგლისური აუცილებელი ამ სფეროში. რადგანაც რესურსების უმეტესობა არის ინგლისურად. წესი წითლად არ უნდა წეროს იმ ხაზთან მაგალითად 119. რატო? 119 ვერ მივხვდი კითხოს. მე დამიწერე ისე სხვანაირად, ცოტა რომ გავარკვე. ხო, ინგლისური სწავლას მიეჩვიეთ, არ ვამბობ მაინც და მაინც რეპეტიტორი უნდა დაიქირავოთ, translate რო დაიხმაროთ, რაღაცებს თვალი მიეჩვევა, ყური მიეჩვევა და ასე შემდეგ. ამიტომ გიშეთ რომ ინგლისურ რესურსებსაც რაღაც გადახედეთ ხოლმე, ან დამატებით რესურსები თუ მაქვს ჩაყრილი, ყველაფერი ინგლისურად მოქვს და გადახედეთ ხოლმე რა. აქ რას მეუბნებიან? რა თქმა უნდა, მე რო წავიკითხე ინგლისურად, ყველაფერს გადავთვალე ხოლმე ლექსის ფლობისას. Write a loop that makes 7 calls to console log to output the following triangle. დაწერეთ ლუპი, რომელიც გამოიძახებს console log ფუნქციას, რათა მივიღოთ აი ეს შედეგი. ანუ მართკუთხა სამკუთხედი. ჰეშტეგებით იწერება. და რაღაცა რჩევა არის აქაც რომ it may be useful to know that you can find the length of a string by writing .length after it. და ნუ შეიძლება გამოვადგეს რომ აი წერტილი ლენქსით გებულობს string-ის სიგრძეს. და აქ მინიშნებებიც არის. ესე ის თავალბეში ახლა მაქვს, გიჩვენოთ რომ მინიშნება ჯერ წაიკითხოთ, ჯერ იცადოთ რომ თქვენით გაარკვიოთ და ამოხსნათ ამოცანა, თუ ვერ ამოხსნით, მე მინიშნებას გადახედეთ. რო დაგეხმარებათ. ოკეი, ახლა ეს როგორ შეგვიძლია გავაკეთოთ. რა თქმა უნდა, აქ გვჭირდება ციკლი, იმიტომ რომ 1 2 3 4 5 6 7 ხაზი არის. მე საითავოდ არ უნდა მიწევდეს თითოეული ხაზის დაბეჭდა, ხო? ამიტომ ვიყენებ for cycles. while-ით შეიძლება, მაგრამ ნუ for უფრო კომპაქტურია. და რა ხდება ახლა აქ? აქ ისხდება რომ პირველ ხაზზე იბეჭდება 1 ჰეშტეგი, მეორე ხაზზე 2 ჰეშტეგი, მესამეზე მესამე, მეოთხეზე მეოთხე. ანუ რომელ ხაზზეც ვართ, იმდენი ჰეშტეგი იბეჭდება, ხო? ანუ რაღაცა ცვლადის მნიშვნელობა არის, რომელიც ყოველ ჯერზე 1 იზრდება და აი მაგრაოდენობის ჰეშტეგი უნდა დავბეჭდოთ ჩვენს რა. მოდი გავაკეთოთ. ანუ თავიდან აქ კომენტარი არ სრულდება? კაი, მოდი დავასრულოთ კომენტარი. ანუ თავიდან i არის 1 სტოლი და ბოლოს უნდა იყოს 7 სტოლი, ანუ ინაკლებია ან ტოლი 7-ზე. ანუ 1 2 3 4 5 6 7 ასე მეორდება. და თითოეულ ჯერზე ეს ჰეშტეგი უნდა გავიმეოროთ i ჯერ.
ანუ i რამდენიცა იმდენჯერ ვიმეორებთ hashtags. და ნუ შეგვიძლია რომ აქ გამოვიყავოთ რაღაცა პატარა ხრიკი, repeat ფუნქცია არსებობს JavaScript-ში. შემიძლია დავაკონსოლ ეგეთი რაღაცა. console log hashtag-ი გავიმეორო 7-ჯერ. ანუ იჯერ უბრალოდ თავიდან 1-ია, მე 2 და ამ შემდეგ. და მაგისთვის გვჭირდება repeat ფუნქცია. repeat გამეორებას ნიშნავს და როგორ გამოიყენება. თავიდან წერ strings, რის გამეორებაც მინდა, მერე წერტილი repeat და ფრჩხილებში გადავცემთ იმ რიცხვს, რამდენჯერ მინდა რომ გავამეორო. ანუ მე hashtag მინდა გავამეორო ჯერ ერთხელ. მერე იგახდება ორი სტოლი, მერე ორჯერ გამეორდება და ამ შემდეგ. პროგრამა რო გავუშვა, გამომიტანს აი ესეთ მართკუთხა სამკუთხედს. ახალი სროლება. აი რა, ეგა. Okay. ნუ მეორე ვარიანტიც არსებობს, რაც იდეაში მინიშნებაშიც წერია. რომ თუ გაგიჭირეთ მინიშნებას გადახედეთ. You can start with a program that prints out the numbers 1 to 7, which you can derive by making a few modifications to the even number printing example given earlier in the chapter, where the for loop was introduced. შეგიძლიათ რომ თავიდან დაიწყოთ მარტივადო 1-დან 7-ის შეხლით რიცხვები რომ დაპრინტოთ რა. მოდი მივყვეთ. უბრალოდ 1-დან 7-ის შეხლით დავაბეჭდოთ რიცხვები. იზრდება 1-ით ყველა ჯერზე და მოდი დავაბეჭდოთ უბრალოდ console log 7 კი არა 7 რაღაცა i. Yes. Now consider the equivalence between numbers and strings of hash characters. You can go და ანუ ეხლა წარმოიდგინე მსგავსება რიცხვებს და string-ებს შორის. ანუ hashtag-ზე აქვს საუბარი string-ში რა. You can go from 1 to 2 by adding 1. ანუ შეგვიძლია რომ 1-დან 2-მდე მიხვიდე 1-ის დამატებით. ანუ 1-ს 1-ით დამატე 2-ია რა. You can go from this to this by adding a character hashtag. და ასევე შეგვიძლია რომ 1 hashtag-იდან 2 hashtag-მდე მიხვიდე 1 hashtag-ის დამატებით. Thus your solution can closely follow the number printing program. და ნელ-ნელა ჩვენი solution-ი მსგავსება აი ამ ჩანაწერს. ანუ რა გამოდის რომ მე 1 2 3 4 რომ მაქვს და რიცხვები რომ მაქვს და 1-ით ვზრდი, მაგას ვაკეთებ i++-ით, ანუ 1-ით ვამატებ. მაგრამ თავიდან მე რომ მქონდეს hashtag-ი, ხო? თავიდან hashtag-ია, მე შემიძლია ეს hashtag-ი გავხადო 2 hashtag-ი, მე 3 hashtag-ი. და ეგ შემიძლია გავაკეთო 1 hashtag-ის დამატებით. ანუ ის ყველა ჯერზე ემატება თავის თავს 1 hashtag-ი. აი ეს. და ეს მანამ ხდება, სანამ მისი სიგრძე ნაკლებიან ტოლი იქნება 7-ზე. ანუ ეხლა ეგრევე 7 ვერ შევადარ, იმიტომ რომ string-ი მაქვს. მე შემიძლია გამოვიყენო მისი სიგრძე. ანუ მასში სიმბოლოების რაოდენობა. და ეხლა რო გავუშვა ეს იგივე იქნება. თავიდან 1 hashtag-ია, მისი სიგრძე ნაკლებიან ტოლი 7-ზე იბეჭდება. მე ემატება მეორე hashtag-ი. 2 hashtag-იანი string-ის სიგრძე 7-ზე ნაკლებია, 3-იანის და მე იბეჭდება ბოლოს 7 რა. და შემიძლია მას უფრო კაი სახელი დავარქვა line მაგალითად, ხაზი. აი ეს. ეს მეორე ხერხი არის ამ ჩანაწერის. Okay. მოდი გადავიდეთ. ისე ყველაზე ხშირად გამოყენებული ციკლი რომელია? ყველაზე ხშირად ალბათ უფრო მაინც for-ი გამოიყენება რა. ყველაზე ხშირად. თუმცა while-საც და do-while-საც რაღაცა კაი გამოყენებები აქვს. თუმცა არახან for ციკლში ყველაფერი ერთდროულად იწერება. ინიციალიზაციაც, პირობაც და ინკრემენტიც უფრო ხშირად for-ს ვიყენებთ ხოლმე. უფრო კომპაქტურია და კარგია. მაგრამ ეგ იმას არ ნიშნავს, რომ while და do-while არ უნდა ვიცოდეთ რა. არავითარ შემთხვევაში. გადავიდეთ მოდი მე-6 ამოცანაზე. Write a program that uses console log to print all the numbers from 0 to 100 with two exceptions. That's a პროგრამაო, რომელიც დაბეჭდავს ყველა რიცხვს 1-დან 100-მდე, უბრალოდ 2 გამონაკლისით. For numbers divisible by 3, print fees instead of the number. ანუ ისეთი რიცხვები, რომლებიც 3-ზე იყოფა, მაგის-მაგირო დაბეჭდე fees-იო. მაგალითად 3-იანი, 3 ხო 3-ზე იყოფა, მაგრამ 3-იანს კი არ ვბეჭდავთ fees მაგის-მაგირად. And for the numbers divisible by 5 and not 3,
print bars instead. და რიცხვები რომლებიც 5-ზე იყოფიან და არა 3-ზე, დამეჭდა ბაზი მაგის მაგივრად. When you have that working, modify your program to print fizbars for numbers that are divisible by both 3 and 5. და fizbars უნდა დავბეჭდოთ უკვე ისეთი რიცხვებისთვის, რომლებიც 3-ზეც იყოფიან და 5-ზეც. აი მაგალითად 15 ეგეთი რიცხვი. 15 იყოფა 3-ზეც და 5-ზეც. ამიტომ მაგის მაგივრად ვწერთ fizbars. და ყველა დანარჩენი რიცხვებისთვის უნდა დავბეჭდოთ რიცხვი უბრალოდ რა. მოდი ნელა მივიღოთ ამასაც. არ გავართულოთ. პირველი ჩვენი პატარა პრობლემა იქნება ის, რომ დავბეჭდოთ უბრალოდ რიცხვები 1-დან 100 ჩათვლით. ამ თავიდან იქნება 1 სტოლი. წავალთ ასე 100 ჩათვლით. გავზრდით 1-ით ყველა ბიჭზე და დავაკონსოლოთ უბრალოდ ჩვენი i. ეს. გავუშვათ პროგრამა და ებეჭდა რიცხვები 1-დან 100 ჩათვლით. ეხლა რა ხდება? რომ მე განასულ რიცხვი უნდა დავბეჭდო. არამედ თუ რიცხვი იყოფა 3-ზე, ანუ თუ i იყოფა 3-ზე უნაშტო და უნაშტი არის 0 სტოლი, მაშინ ვბეჭდავ განა რიცხვს, არამედ fiz. თუ კი თუ 3-ზე არ იყო, ხა 5-ზე გაყოფას ვამოწმებ. თუ კი რიცხვი გაიყო 5-ზე უნაშტო და უნაშტი არის 0 სტოლი, ბეჭდავ ბაზს. და თუ არც 3-ზე იყოფა და არც 5-ზე, ანუ ყველა სხვა შემთხვევაში უბრალოდ დავბეჭდავ რიცხვს. და მეც არაფერს. აი ეს. ოკეი? ანუ თუ 3-ზე იყოფა ფიზი იბეჭდება, თუ 5-ზე იყოფა ბაზი და თუ არა და i რა. დავასეივოთ. გავუშვათ, ნახეთ რა მოხდება. ნუ 1 და 2 არაფერზე არ იყოფა, არც 3-ზე, არც 5-ზე, მაგრამ 3 რო 3-ზე გაიყო, ფიზი დაიბეჭდა მის მაგივრად. მერე 5-იანი 5-ის მაგივრად ბაზია, 6-ის მაგივრად ფიზი, ნუ 7 და 8 არც 3-ზე იყოფა, არც 5-ზე და ნუ ესე გადის პროგრამა 100 ჩათვლით რა, საბოლოო ჯამში. და ეხლა ეგეთი რაღაც უნდა დავამატოთ, რომ ისეთი რიცხვები, რომლებიც ორივეზე იყოფა, 3-ზე და 5-ზეც, უნდა ვბეჭდოთ ფიზ ბაზი. აი 15 მაგალითად. ნუ აქ შემიძლია კიდევ ერთი else-ი დავამატო, რომ თუ კი i იყოფა 3-ზეც და 5-ზეც, ამიტომ აქ გვჭირდება ლოგიკური ოპერატორი და, ანუ 3-ზეც გაიყო და ამავდროულად იყოფა 5-ზეც, ანუ ორივე უნდა იყოს true, რომ შევიდეთ მის ტანში. მაშინ დავაკონსოლოთ fizbars-ი. აი ეს. და მოდი გავუშვათ ჩვენი პროგრამა. და წესით ეხლა 15-ის მაგივრად უნდა მქონდეს fizbars-ი. ჩაწერილი, ხო? მოდი ვნახოთ აბა. აი ეს არის 15-ის ადგილი. და წერია fiz-ი. ცოტა უცნაურია, ხო? რადგან წერია აქ fiz-ი? აი აქ და არა fizbars-ი, იმიტომ რომ 15-ი 3-ს იყო და 5-ზეც ეს უნდა დაებეჭდა, ხო? და არა ეს. აი ეს არ დავაბეჭდა. ხო არ გვაქვს რაიმე ვარიანტები. ზევით ნაგვეწეროს არ შევიდა, მე სხვაგან. სწორია. ანუ აქ იმიტომ შევიდა, რომ 15 3-ზე იყოფა, ანუ რატო არა, ხო? 15 3-ზე გაიყო და დამეჭდა ფიზი. და ნუ if-ები ეგრე მუშაობს, რომ როგორც კი ჯაჭვში ერთი პირობა მართალია, დანარჩენები აღარ მოწმდება, ანუ აქამდე აღარ ჩამოვიდა პროგრამა. ამიტომ მე ეს ნაწილი უნდა მქონდეს სულ თავში. ანუ განა 3-ზე ამოწმება გაყოფას, ან 5-ზე ამოწმება გაყოფას. ჩვენ უნდა შევამოწმო, იქნება ორივეზე იყოფა. და თუ ორივეზე არ გაიყო, მე შეიძლება მარტო 3-ზე გაიყოს, ან მარტო 5-ზე გაიყოს და მაგას ვამოწმებ რა. ამიტომ პირველი მჭირდება ეს პირობა. ანუ ეს იქნება else if-ში. და მთავარ if-ში იქნება ზუსტად რა ეს. აქ რა ხდება? ეს არ მჭირდება. ეს არ მჭირდება, ეგა გასწორდა. ნუ ორი else ის არ მინდა რა თქმა უნდა. ანუ თუ ორივეზე იყოფა fizbars წერთ, თუ მარტო 3-ზე იყოფა fiz წერ, თუ მარტო 5-ზე იყოფა bars წერ და თუ არა და უბრალოდ რიცხვს ვაკონსოლებ. მოდი კიდევ ერთხელ ვცადოთ. ავიდეთ 15-ზე. აი 15-ის მაგალითად არის fizbars, იმიტომ რომ ეგრევე აქ შევიდე და ამებზე აღარ შეწუხებულა.
Okay? ეს ამოცანის ამონახსნი. კიდევ ერთი ამონახსი შეიძლება ქონდეს ამოოლივეს. რომ მაგალითად ისე ფორზილს ერთ let იუდრის ერთს ინაკლებიან ტოლი ასე ეს სტანდარტულად i++. საბოლოო ჯამში რა გამოდის, რომ ერთ ხაზზე რაღაცას ვაკონსოლებ, ხო, ანუ თავიდან ან ფიზია, ან ბაზი, ან ფიზბაზი, ან რიცხვია რა. და მოდი გქონდეს რაღაც output-ი, რომელიც ცარიელი string-ია. და აი ამ ცარიელ string-ს დავუმატოთ ფიზიან ბაზი. ანუ თუ მაგალითად 3-ზე გაიყო რიცხვი, output-ს დავუმატოთ ფიზი. ასე. ანუ თუ 3-ზე გაიყო რიცხვი, ეს გახდება ფიზი. თუ 5-ზე გაიყო, გახდება ბაზი. ამასაც დავუმატებ. ასე. ანუ რა გამოდის, აი 15-ის შემთხვევაში მაგალითად რა, 15 ხო იყოფა 3-ზე, აქ დაემატება ფიზი. 15 ხო იყოფა 5-ზე, დაემატება აქ ბაზი. გახდება ფიზბაზი. 9-ის შემთხვევაში 9 რო 3-ზე გაიყო, უბრალოდ ფიზი იქნება, ბაზი აღარ იქნება. ოღონდ ეს მაქვს ცალ-ცალკე if-ებში. ეს ალკეიფი, იმიტომ რომ ორივე შემოწმდეს. აი 15-ის შემთხვევაში ორივე მინდა რომ შემოწმდეს, იმიტომ რომ ფიზის ემატება და ბაზის რა. და საბოლოო ჯამში დავაკონსოლებთ ეგეთ რაღაცას. ცოტა უცნაური ჩანაწერია, მაგრამ ახსნე. აი 15-ზე არის ფიზბაზი, 12-ზე არის ფიზი, 9-ზე არის ბაზი. ანუ თითოეულ ეტაპზე output-ს ვკინძავ რა, რაღაცა string-ს ვკინძავ, თუ 3-ზე იყოფა ფიზს უმატებ, თუ 5-ზე იყოფა ბაზს უმატებ და მე რო ვაკონსოლებ რა. ოღონდ ყველა შემთხვევაში ხო ეს string-ი არ უნდა დაიბეჭდოს, რიცხვის მჭირდება. და აქ მიწერე console.log output an i. მე იდეაში გითხარით, რომ ეგ და an ოპერატორები გამოიყენება პირობებში. თვალიგრი არა. რაღაც ჭკვეულ ჩანაწერებშიც გამოიყენება. ეხლა აი მაგალითად აქ რაც მიწერია, ამას ქვია ლოგიკური ოპერატორების მოკლე ჩართვა. ანუ logical operator short circuiting ქვია, ინგლისურად შეგიძლიათ მე დაასერჩოთ რა და ჯობია დაასერჩოთ, მე კარგად დაარესერჩოთ. და ეხლა აქ რა ხდება? მოკლედ რო გითხრათ. დავაკონსოლოთ output-ი an i. ეს რას ნიშნავს? თუ პირველი იქნება ეს false მნიშვნელობა, ეს თუ false მნიშვნელობა, ანუ ცარიელი string-ი, მაშინ დაიბეჭდება i. და თუ truth მნიშვნელობა დაიბეჭდება ეგრევე output-ი. ანუ JavaScript-ში გვაქვს რამდენიმე false მნიშვნელობა. ანუ მაგალითად, ცარიელი string-ი არის false მნიშვნელობა, მცდარი მნიშვნელობა. ასევე none, undefined, null, null და false. ანუ ეს 6 მნიშვნელობა არის false value, ანუ მცდარი მნიშვნელობა. და თუ ეს false value, ანუ ცარიელი string-ი ჩვენ შემთხვევაში, მაშინ დაიბეჭდება რიცხვი და თუ რაღაცას წარმოადგენს, ანუ თუ რაღაც string-ია ფიზი, ან ბაზი, ან ფიზბაზი, დაიბეჭდება ეგ string-ი რა. ნუ მაგას აკეთებს ეს ჩანაწერი. და ჩემი რჩევა იქნება, რომ ეს ლოგიკური ოპერატორების მოკლე ჩართვა დაარესერჩოთ. ეგ დაგიტოვებთ logical operator short circuiting. ამას მაინც გავვილით მომავალ კვირებში. რომელიც ლექსიაზე, მაგრამ თავიდან მინდა რომ თქვენ ეს დაარესერჩოთ. switch-თა შეგვიძლია იგივე? switch-თა შეიძლება, მაგრამ აზრი არ აქვს რა. switch-ის ზემეთად case-ებს ჩავწერთ, break-ებს და ანუ switch-ის ყველაზე კაი გამოყენება მაშინ როცა რაღაც მნიშვნელობას ვადარებთ რა. როდესაც თვალის მნიშვნელობა გვაინტერესებს და აქ პირობები მქონდა მე. ამიტომ switch-ი თვალ კაი ვარიანტი არა, თუმცა შეიძლება თქმა უნდა. და გადავიდეთ დღეისთვის ბოლო ამოცანაზე. წავიგეთ მოდი. Write a program that creates a string that represents an 8x8 grid using new line characters to separate lines. At each position of the grid there is either a space or a hashtag character. The character should form a chessboard. Passing the string to console.log should show something like this. გვეუბნებიან რომ დაწერეთ პროგრამა, რომელიც შექმნის 8-8-ზე grid-ს, რაღაც ჩანაწერს და გამოიყენოთ new line character-ი, მაგასაც გასწავლეთ.
და აი ამ კრიტიკულ თითოეულ პოზიციაზე უნდა ჩავწეროთ ან space-ი, ან hashtag-ი. ანუ აქაც ან space-ი, ან hashtag-ი და საბოლოო ჯამში იკვრება ჭადრაკის დაფა. და აქ ვისაუბრეთ რაღაც ახალ nuance ციკლებში. მოდი აქაც იგივე გავაკეთოთ სტანდარტულად. სამ ჭადრაკის დაფას დავხაზავდე, მოდი უბრალოდ 8-8-ზე დავხატოთ უბრალოდ კვადრატი. იმიტომ რომ sad space დავწერო და sad hashtag-ი მაგას დამატებითი რესურსი ჭირდება და კოდის წერა და ლოგიკის წერა. აი ეგ არ გვინდა, მოდი ჯერჯერობით უბრალოდ დავწეროთ 8-8-ზე კვადრატი. მაგრამ სამ მაგას ვიზავ უფრო გავამარტივოთ. დავხაზოთ ერთი ხაზი, ანუ ერთი ხაზი სადაც იქნება 8 hashtag-ი. მარტო ეგ გავაკეთეთ, მეტი არაფერი, ხო? მაგას როგორ ვიზავ? მაქვს რაღაცა line-ი let forcing-ს დავწერ ჯერ. მოდი ეგ რაღაც გავაკეთოთ. შევქმნათ ცარიელი string-ი line-ი, რომელიც ცარიელი string იქნება თავიდან და ამას ავკინძავ ნელ-ნელა უკვე. ანუ ჯერ დაემატება ერთი hashtag-ი, მერე მეორე, მერე მესამე, მეოთხე, მეხუთე, მეექვსე, მეშვიდე, მერვე. და საბოლოო ჯამში დავბეჭდავ. და ამის დამატება ხელით რა მომიწიოს, ვიყენებ for loops. for let iudris 1-ს ინაკლებიან ტოლი 8-ზე i++. ან აქ შემიძლია დამეწერა iudris 0-ს და ინაკლებია 8-ზე. ეს 8-ჯერ შესრულდება, მაგრამ თუ ერთ დავიწყებ, უნდა მეწეროს აქ ნაკლებიან ტოლია, რომ 8-ჯერ შესრულდეს. და თითოეულ იტერაციაზე lines დაემატება ახალი hashtag-ი. აი ეს. და ბოლოს ვაკონსოლებთ ჩვენს lines. ანუ რა გამოდის, რომ ეს for ციკლი სრულდება 8-ჯერ, ანუ 8-ჯერ ემატება აი ამ strings კონკატენაციით, კონკატენაცია ნიშნავს string-ების შეერთებას, კონკატენაციით ერთი hashtag. და გამოვიდა ერთ ხაზზე 8 hashtag. Okay? და ახლა რა მჭირდება? მე მინდა რომ დავბეჭდო კვადრატი 8-8-ზე. ანუ მე რომ ეს ერთი ხაზი მაქვს, რომლისთვისაც for cycles ვიყენებ, ეს ერთი ხაზი უნდა ჩავწერო 8-ჯერ. ანუ რა უნდა ვქნა, რომ კიდე ახალი ცვლადები შევქნა და კიდევ 7 ცალი for cycle დავწერო? არა. მე გამოვიყენებ კიდევ ერთ for cycles. ანუ მე თუ ამ პატარა for cycles ვიყენებ ერთ ხაზზე 8 სიმბოლოს დასაბეჭდად, მე სხვა for cycles გამოვიყენებ, რომ ეს ერთი ხაზი 8-ჯერ დავბეჭდო. Okay? ანუ გარეთ მექნება კიდევ ახალი for cycle. და მოდი გარეთას ის დავარქმე, ეს შეიყოს, მოდი. აქ მექნება let iudris 1-ს ინაკლებიან ტოლი 8-ზე, ესეც 8-ჯერ სრულდება, იმიტომ რომ 8 ხაზი მაქვს i++. და ამ ციკლში შევსვავ შიდა for cycles, პატარა for cycles. და ეხლა ამას რასაც ხედავთ, ქვია nested ციკლი, ანუ ჩაშნებული ციკლი. ანუ for cycle არის for cycle-ში. შიდა for cycle მეხმარება, რომ ერთ ხაზზე დავბეჭდო 8 სიმბოლო და გარე for cycle მეხმარება, რომ ეგ ერთი ხაზი დავბეჭდო 8-ჯერ. Okay? მოდი გავუშვებ, პროგრამა როგორ გამოვა. და მივიღეთ ერთი გრძელი ხაზი. ნუ აქ იდეაში 64 hashtag-ია, იმიტომ რომ ეს ციკლი მუშაობს 8-ჯერ და ამ ციკლს ვამუშავებ 8-ჯერ კიდევ. გარეთ for cycle-თან 8-ჯერ არის 64. ნუ 64 შეეშვება, ემატება hashtag-ი რა. და ეხლა რა გვჭირდება, რომ მე რომ ერთ ხაზს დავამატებ, ანუ თუ როდესაც ერთი შიდა for cycle მორჩება მუშაობას, მჭირდება ახალი აბზაცი, რომ შემდგომი ხაზების დავეჭდო და დავიწყო ახალი აბზაციდან. და აი მაგაში გვჭირდება new line character-ი. new line character-ი არის რაღაცა სიმბოლო, რომელიც გამოიყენება string-ში აბზაცის ჩასასმელად. და for cycle რომ მორჩება შიდა for cycle lines დავამატებთ აი new line characters, რომელიც წერება backslash და n-ი. ანუ შემოტრილებული slash და n-ი. ესა აბზაცი.
ანუ როდესაც ერთი ხაზის დაბეჭდვა მორჩება, ანუ ერთი ხაზი, ანუ იდეაში კი არ იბეჭდება, ჯერ ანუ ამ ყველაფერს იკინძება ყველაფერი რა. ჯერ იკინძება და ბოლოს ბეჭდება ერთიანად საბოლოო ჯამში. ამას მოდი line კი არა, მოდი box დავარქვათ უკვე. იმიტომ რომ ერთი ხაზი აღარა იდეაში box-ია. ეს. ეხლა 8-ზე, ანუ 8 გრიდია რა. ნუ სიმაღლეში რო დიდი, იმიტომ რომ ჰეშტეგი სიმაღლეში რო დიდია, ვიდრე სიგანეში და მაგით, თორე ისე 8-ზე არის. ანუ აქ რა ხდება? მოდი ახლენ გავიაროთ რა. და საერთოდ მივყვეთ. თავიდან i არის ერთი სტოლი. მოდი ჩავწერ. i არის ერთი სტოლი. ერთი ხონაკლებიანი ტოლი 8-ზე, ამიტომ შევდივართ ციკლში. შიგნით. და ეხლა ახალი for ციკლი ეშვება. ჟ არის თავიდან ერთი სტოლი. ერთი ხონაკლებიანი ტოლი 8-ზე, ამიტომ აქ შევდივართ და box-ზე მარტება ერთი ჰეშტეგი. მოდი ეს ჰეშტეგი დავწეროთ. ეს. მერე ჟ იზრდება ერთით. ანუ სანამ ეს for ციკლი არ მორჩება მუშაობას და ეს არ მოხდება, ეს box plus უდრის n-ი, მანამ არ გადავალთ გარეთ ციკლის ახალ ბიჭზე, ანუ ახალ იტერაციაზე. ჟ გახდება ორი სტოლი, ორი ნაკლებიანი ტოლი 8-ზე, ემატება კიდევ ერთი ჰეშტეგი. მერე 3 გახდება და ემატება მე-4, მე-5, მე-6, მე-7, მე-8. როდესაც ჟ გახდება 9 სტოლი, ეს არის false და box დაემატება new line character-ი. ანუ აბზაცის მაჩვენებელი. და ეს ჩამოვა ახალ ხაზზე. box-ი ახლა არის ეს. როცა მორჩა აი ამის მოქმედება, გადავდივართ გარე for ციკლის ახალ იტერაციაზე და i გაიზრდება ერთით და გახდება ორი სტოლი. ანუ მეორე ხაზს ვბეჭდავთ ახლა. მერე ჟ ერთი სტოლია. დაიბეჭდება ისევ ერთი ჰეშტეგი. ანუ გამოდის რომ მეორე ხაზის პირველ ჰეშტეგს ვბეჭდავთ. მერე ჟ ორი სტოლი გახდება. მეორე ხაზის მეორე ჰეშტეგს ვბეჭდავთ. ჟ სამი გახდება. მეორე ხაზის მესამე, მერე მეორე ხაზის მე-4, მერე მეორე ხაზის მე-5, მეორე ხაზის მე-6, მეორე ხაზის მე-7, ვახ. მეორე ხაზის მე-7 და მეორე ხაზის მე-8, ანუ ბოლო ჰეშტეგი. და ამას რომ მორჩებით, ისევ new line character-ი ემატება, გადავდივართ მესამე ხაზზე. უკვე 3 ხდება და ჟ ისევ რესტარტდება რა. ახლა ეშვება ეს for ციკლი. მერე მესამეს პირველი, მესამეს მეორე, მესამეს მესამე, მესამეს მე-4 და ასე შემდეგ რა. new line character-ი არ გამოტოვებს ხაზს. new line character-ი აბზაცს ამატებს. ანუ წეღარო ერთ ხაზზე მქონდა ჩასმული ჰეშტეგები, ახლა უკვე ყველა აი ამ ერთი ხაზის მერე აბზაცი მაქვს. ესა აბზაცი რა, ახალ ხაზზე რო დაიწყოს შემდეგი ხაზის ბეჭდვა. მაგას ნიშნავს. და ახლა ის რა დამჩენია, რომ აქ ყველგან ჰეშტეგი კი არ დავბეჭდო, ზოგან ჰეშტეგი დავბეჭდო, ზოგან space. ანუ აქ ზოგან space უნდა დავბეჭდო, ზოგან ჰეშტეგი რა. მოდი ამას შესწორდი და ვარქვათ. ეს უფრო კაი სახელია. იმიტომ ახლა უკვე ჭადრაკის საფას ვაწყობთ. და ახლა რა გვექნება? ჯერ უნდა დავადგინოთ რაღაცა წყობა. როდის არის space და როდის არის ჰეშტეგი. მოდი ამას მოვაკოპირებ. ქვევით ჩამოვიტან. რამდენი ხაზიან კომენტარს გავაკეთებ აი ეს. და მოდი ახლა დავაკვირდეთ თითოეულ სიმბოლოზე რა არის i და რა არის ჟ. აი აქ მაგალითად, აი აქ. i არის ერთი სტოლი და ჟ არის ერთი სტოლი. ხო, სულ თავიდან. მერე i არის იგი ურჩება ჯერჯერობით, სამ შიდა ციკლი არ მორჩება მუშაობას, i არის ერთი სტოლი, ჟ არის ორი სტოლი. მერე 1 3, 1 4, 1 5 და ასე შემდეგ. ანუ რა გამოდის, რომ როდესაც i არის ერთი სტოლი და ჟ არის ერთი სტოლი, მაშინ იბეჭდება space. ხო? მე როცა i არის ერთი სტოლი და ჟ არის ორი სტოლი, იბეჭდება ჰეშტეგი. როცა i არის ერთი სტოლი, ჟ არის სამი სტოლი, იბეჭდება ისევ space.
მერე 1.4-ზე ჰეშტეგი, 1.5-ზე space-ი, 1.6-ზე ჰეშტეგი, 1.7-ზე space-ი, 1.8-ზე ჰეშტეგი. და მერე გადავდივართ ახალ ხაზზე, ხო? როცა i არის 2 სტოლი და j არის 1 სტოლი, იბეჭდება რა? ჰეშტეგი მერე უკვე. ანუ ჰეშტეგი იბეჭდება იქ. ისე ცოტა მიწერა არ მინდა. მე როცა i არის 2 სტოლი და j არის 2 სტოლი, იბეჭდება space. 2.3-ზე ჰეშტეგი, 2.4-ზე space-ი, 2.5-ზე ჰეშტეგი და ასე შემდეგ. ანუ ეხლა რა ვქენი? ანუ მე ასე უცბად შეიძლება ზოგადი ფორმულა არ მომაფიქრდეს, მაგრამ მე შემიძლია კონკრეტული მაგალითები ჩამოვწერო და როგორ მეგეცადე რომ მაგათ შორის კავშირი დავამტკინო. ანუ ეხლა როგორღაც ის და j-ს შორის უნდა დავამტკინო ისეთი კავშირი, რომელიც მიმოხოდრებს, როდის უნდა დავწეროთ space-ი და როდის უნდა დავწეროთ ჰეშტეგი. ანუ მე ის და j-ს გარდა არაფერი არ მაქვს აქ. ანუ მარტო i და j მაქვს. i არის ხაზის მაჩვენებელი, j არის ხაზზე სიმბოლოს მაჩვენებელი. აი თავიდან მაგალითად როცა i და j არის 1 და 1, უნდა space-ი. მე როცა i არის 1 და j არის 2, მე უნდა ჰეშტეგი. მე ისევ space-ი, მე ისევ ჰეშტეგი. და შეიძლება რაღაცა დავიჭირო რა, რაღაცა კავშირი დავიჭირო. და რა კავშირი დავიჭირო ნახეთ. მე შემიძლია ესენი დავაჯამო i და j და დავადგინო მათი ლუწკენტობა. ანუ is plus i არის, is plus j აქ არის 1 plus 1 ანუ 2 და არის ლუწი და ლუწზე ჯდება space. მე 1 plus 2 არის კენტი, კენზე ჰეშტეგი. მოდი ეგრევე ვსაუბროთ რა, ანუ ყველა ანუ თუ ჯამი არის ლუწი, დავბეჭდოთ space-ი და თუ ჯამი არის კენტი, დავბეჭდოთ ჰეშტეგი. და მოდი შევამოწმოთ მუშაობს თუ არა რა. 1 plus 3 ლუწია space-ი, 1 plus 4 კენტია ჰეშტეგი, 1 plus 5 ლუწია space 1 plus 6 კენტია ჰეშტეგი. მოდი მეორე ხაზი გადავიდეთ, აი ეს ავიღოთ. 2 plus 5 კენტია და ჰეშტეგი. 2 plus 4 ლუწია და space, ანუ მუშაობს რა, საბოლოო ჯამში. ანუ და მე შემიძლია აქ ეგეთი ლუკი დავწერო, რომ თუ i-სა და j-ს ჯამი არის საბოლოო ჯამში ლუწი, ლუწზე რა იყო? ლუწზე იყო space. მაშინ დავამატოთ space j-სპორტს. აი ეს. ხო, თუ კენტია, ანუ ყველა სხვა შემთხვევაში თუ ლუწი არის უეჭველი კენტია რა, მაშინ ჩვენს j-სპორტს დავუმატოთ ჰეშტეგი. აი ეს. ეს i და j იცვლება სულ რა, ანუ i არის ხაზის მაჩვენებელი, j არის იმ ხაზის სიმბოლოს მაჩვენებელი. და ახლა რო გავუშვათ პროგრამა. ნახეთ? დაიბეჭდა ჩვენი ჭადრაკის საფა. მე რა პირიქით მქონდა ეს სიტყვა თუ კენტზე მაქვს space და ლუზე ჰეშტეგი შეტრიალდება, ჰეშტეგი დაიწყება თავიდან. აი ეს. მაგრამ ნუ ასე უნდა იყოს, იმიტომ რომ ეგეთი ჩანაწერია თავიდან სულ. ანუ აქ მუღამი რა არის რა? აი რაღაცა პითაგორას თეორემა, ხო ვიცით რომ a კვადრატს plus b კვადრატი უდრის c კვადრატს სამკუთხედებზე. ეხლა პითაგორას ხო თავისით არ დაისწრებოდა ეს ფორმულა რა. დიდი ალბათობით ადგა და უამრავი სამკუთხედი შეისწავლა და აკვირდა ბევრ კონკრეტულ სამკუთხედს და მე მიხვდა რომ რაღაცა კავშირი იყო ამ სამკუთხედებს შორის. ახაც იგივე გავაკეთე. ავდაკი და ბევრი რაღაცა კონკრეტული მნიშვნელობა ჩამოვწერე და მე მიხვდი რომ რაღაცა კავშირი არსებობდა ამ ყველაფერს შორის. ანუ ასე ზოგადი ფორმულა და ზოგადი ჩანაწერი არ დაგოისწრება და არ მოვაფერდება თავისით რა. ჯერ კონკრეტული მაგალითები ჩამოვწეროთ და მე გადავიდეთ უკვე ზოგადი ფორმულის წერას. თქვენც იგივეს გირჩევთ. და ნუ აქ ბოლოს გვეუბნებიან კიდევ რომ ბოლოს შექმნით size ცვლადიო. და ეგ გამოიყენეთ თუ რა, ანუ აქ რის მაგივლად რაღაცა და მაგივრად. აქ მექნება size-ი, რომელიც რის ტოლია და ჩავწერ აქ ჩავანაცვლებ ჩვეულებრივად რა. აქ მექნება უკვე size-ები. აქ და აქ. ეს იმაში მეხმარება რომ შემიძლია ჭადრაკის დაფის სიგნალი გავზარდო. მაგალითად დავწერე 20-20-ზე. ანუ ეხლა 20 ხაზი დაიბეჭდება და თითოეულ ხაზი დაიბეჭდება 20 სიმბოლო. აი 20-20-ზე ჭადრაკის დაფა მაქვს. ამ ერთი პარამეტრი შესულით იცვლება ყველაფერი. ოკეი. დღეს სულ ეს იყო, ცოტა დიდი სემინარი გამოგვივიდა, მაგრამ მგონი რომ საინტერესო. შეიძლება რთული მასალა იყოს ციკლები წინა ლექციებთან შედარებით. ხო, ეს იყო სულ დღეისთვის. ამ ჩანაწერს
ხვალ ავტვირთავ, ასე მოვაყოლებ ჩემს ნამუშევარს source code-ად. ეგ არ დაგავიწყეთ ხოლმე. აი ყველა ლექსიის ქვევით, აი მაგალითად მეორე კვირაზე რომ ნახო. აი მეორე კვირაზე თუნდაც აქვს თავის source code. აუ მეორე კვირას არ აქვს, მე მოვატიეთ. მეორე კვირას დამიწყებია, ამიტომ მეორესაც ავტვირთავ უცლებად. აი პირველზე აქ source code არის, გადახვალთ და აი აქ დახვდებათ ის კოდი, რაც დავწერე მაგ სემინარს. მალე გესტად გვიწევ. მიაქციეთ ყურადღება ასე. ოკეი. დღეს სულ ეს იყო. ეხლა უკვე ჩანაწერს გავდიშავ და გადავიდეთ კითხვა-პასუხის რეჟიმზე.